კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homery. შენ გაქვს რამე რიტუალი სანამ სცენაზე გადიხარ? რიტუალამდე იმდენი რამეა, ანუ საუნდჩეკია, მზადება კონცერტისთვის, რომელიც მოიცავს დიდ ყურადღებას. პირველ რიგში საუნდი, ანუ ხმა, დგება და იმდენი რამხელად სივრცეა. შემდეგ სიმძლავრეც იმდენია, რამდენი ადამიანიც ხდება მსმენელი დარბაზში. და რიტუალი არის ის, რომ რა განწყობა, რომ რა ტიპის დარბაზია, თეატრია, ოპერის თეატრია, კლუბია, ან ისეთი პრივატ სივრცეა, ამის მიხედვით იქნება განწყობა პირველ რიგში რეპერტუარის თანმიმდევრობაც და უკვე იმიტომ რომ დარბაზი პრინციპში გაძლევს საშუალებას გაიგო როგორი საუნდი შეიძლება ხმა შეიძლება დააყენო ანუ როგორი ხარისხის რა სიმძლავრის და ამის შემდეგ ამას რომ მორჩები ალბათ 1-2 საათზე მეტი ასე ვთქვათ პროცესია აი შემდეგ როდესაც მიდის მზადება უსმენ კონკრეტულ მუსიკას ხდები ან განწყობა რა შეიქმნა ვიდრე მზადება კონცერტის წინ ან კოსტიუმის ან მაკიაჟის ან ასე შემდეგ და ლოცვა სიყვარულის გასავრცობად არის ესეთი არაჩვეულებრივი ლოცვა რომელიც აბსოლუტურად გაყვარებს წამში ყველა ადამიანს ვინც შენთვის მოდის იმიტომ რომ სიყვარულის ცეცხლით გაათფე გული ჩემი არის ესეთი რათა განავრცო, გაამრავლო შენი სიყვარული. ხო შეგვიძლია გლოცვა ეხაც რაღაცნაირად შეუკავშირდეთ, სანამ აქ გავეშვით ამ ხო ეს არის ლოცვა, სამი სიტყვა. მთელი არსი არის რომ სიყვარულით ღმერთით ამაღლებული სიყვარულით, უპირობო სიყვარულით, უპირობო თავგანწირვით, უპირობო მიღებით, თანაბრძნობით. ანუ ამ ქისით გადიხარ და დაალაგებ და შემდეგ ადამიანები თან ერთმანეთს გვანან ძალიან ბევრი ადამიანი შემხედრია რომელიც როგორ გამოიყურებიან როგორ ზიანს ხედან როგორ აცვიათ და შემდეგ კონცერტის შემდეგ თუ მაქვს საშუალება ხოლმე მსგავსი ადამიანების პროფესიაც ხშირად ემთხვევა ხოლმე და აი დარბაზში ჩასვლა მათთან ურთიერთობა ანუ ყველაფერი არის ასე ვთქვათ ეს მთელი ხაზი დრამატურგიის არის მთელი ერთი ცხოვრება, ანუ ერთ კონცერტში გადიხარ კიდევ ერთი ადამიანის ცხოვრებას, იმიტომ რომ მას აქ საწყისი განვითარება, კულმინაცია და შუაში უკვე ფერებს შენირჩევ, რას ხატავ, როგორ ხატავ. რა გაქვს სათქმელი, თან ძალიან ცოცხალია ეს პროცესი, იმიტომ რომ 10 წლის უკან და თან 30 წლის წინ თუ უკან დაწერილ ნაწარმოებს თავარია რომ შეინარჩუნო და დღეს რა გაქვს ამ ისტორიის სათქმელი, იმიტომ რომ ცოცხალი უნდა იყოს შენი ფრაზაც, ენერგიაც, ფრაზირებაც, მუსიკოსებთან ურთიერთობაც და ეს ერთიანობაში ქმნის სიცოცხლის წყურვილის სიყვარულის განცდას და შემდეგ ეს რაღაცა ჯადოსნურობა მე ხდება. რამდენი სიტყვების შედგება. მინდა გაგიზია რომ პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს და მსმენელს, რაც შემოხვდი ეგრევე კითხვით ნინოსთან. მე დამაბრალე. მე ავიღებ მაგაზე პასუხს გავლობ. მინდა გაგიზიარო რომ ეხლა ცოცხალია ჩემში ღილვა, ინტერესი, ცოცხალია ჩემში სიხარული, რომ ხედავ აქ და მოხვედი და მოისურვე რომ ამ მოგზაურობაში წამოხვიდე ჩემთან ერთად და მაგლიერება იმისთვის რომ დათანხმდი და მოგინდა ამის კეთება. მადლობა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა. გარდა იმისა რომ დიდი ინტერესით უსმენ უყურებ იმ სტუმრებს რომლებიც მოდიან და საერთოდ ამ ბოლო პერიოდმა იმდენი საინტერესო ადამიანი აღმოჩენინა მე არც კი ვიცოდი თუ ამდენი ამ პოდკასტებმა მოიტანა ალბათ კიდევ ერთგვარად იმიტომ რომ სატელევიზიო სივრცე ასე ვთქვათ პრივატულობის განცდას არ გაძლევს რაღაცა საერთო ამბებზე ყვებიან ხოლმე მაგრამ ისეთი საინტერესო ადამიანი ღრმა ადამიანები საერთოდ სხვადასხვა კუთხით რო უყურებენ სამყაროს გარემოს პრობლემას სიხარულს ხო ცოდნას რაც მთავარია ავლენენ ხო
ძალიან საინტერესოა, მადლობა შენთან ურთიერთობა იმის გათვალისწინებით, რაზეც ისაუბრეთ. ეხლა ურთიერთობა შენთან ძალიან საინტერესოა. გავაკეთებ ერთს ჩანართს, რომ ამ პოდკასტებში, რომელიც შენ ახსენე, რომელიც ამდენ რაღაცა მოაქვს ადამიანებისთვის, ხარდამჭერი პარტნიორი, წარდგენი არის ჰომერი კომპანიამ, რომელმაც ეხლა დაიწყო მოღვაწეობა და პირდება ადამიანებს, რომ ის რაც გაკეთება, ის აუცილებლად რა დაპირებასაც მიცემენ ადამიანებს შესრულდება და მადლობა მათ, რომ აძლევენ საშუალებას, რომ ეგეთი გადაცემები ვწერო და ეგეთი სტუმრები მყავდეს. და ყველაფერს აკეთებენ? კი, ასე ამბობენ და ახლები არიან და ძალიან უნდათ, რომ აი ეს დაპირება, რომელსაც იძლევიან, რაც საქართველოში ძირითადად პრობლემა არის, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს დაპირებების დარიგება და ძალიან ჩვენ არა მათ. ხო, ზოგადად ქვეყანაში ვიტყოდი დაპირებების დადება და ნაკლებად შესრულება. ნინ გადავალ, მე მინდა მოგიყვე ამბავი, ეგეთი დავიწყებ იქიდან, საიდან მოდის ჩემი მუსიკასთან კავშირი, სიყვარული. მე დავიბადე ორი მელომანის ოჯახში. ანუ დედას და მამაც იყვნენ მელომანები და მე პატარაობიდან ვაპროტესტებდი ბახს. მოკლედ არ მიყვარდა ბახი და მიყვარდა სიჩუმე, სიმარტოე, სამყარო, მარტოდარჩენა და მახსოვს რადიოლა აი ეს ფირების საკრავი იყო კუთხეში და მამის და დედის კოლექცია იყო. და მე ბავშვობიდან უსმენდი მამის და დედის კოლექციას. ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა მუსიკის სამყაროში. და რომ დაინახეს და დამაკვირდნენ, რომ მუსიკას ასე უსმენ, მე თვითონ და ვისწავლე ამ ფირფიტით ჩათვრთვა, მე დაიწყეს ზღაპრების ყიდვა ჩემთვის, რომ ანუ ერთი თარო გამიჩინე ზღაპრების. და მე დავიწყე ზღაპრების მოსმენა ეგრე, ადრე ფირფიტებზე იწერებოდა ზღაპრები. კი, მახსოვს, ლურჯი გამჭვირვალე ფირფიტები. კი, და ასე ხან მუსიკას უსმენდი და ხან ზღაპრებს. და დრო გავიდა, ასე მუსიკას შევეჩვიე და რაღაცა მომენტში მინდა გითხრა, დღეს რა არის ჩემთვის მუსიკა. ეს არის ენა, რომელიც მე ყოველ დღე ვარჩევ დივასო ვიღვიძებ, მაგ ეგეთი რიტუალს გაგიზიარებ, რომ მე განწყობას ვაკვირდები, მე ჩემ მეხსიერებას ძალიან კარგად ახსოვს ტრეკები, რომელიც უხვად მაგ და თელი ცხოვრება ვაგროვებ ტრეკებს. და მე მიდის და იმ ტრეკს ეძებს, რომელიც შესაბამება ჩემ განწყობას და უბრალოდ შესაბამება კი არა, amplifying, ანუ მიძლიერებს იმ განწყობას, რომელშიც ვარ. და ვეძებ ესე და თუ ტრეკი ჩავრთე და შემეშალა, ეგეთიც ხდება, რომ ავწთი ტრეკით. უგზნობ რომ არ არის ჩემი, არ მეხება, არ მეხმიანება, არ რეზონირებს, მე გამოვრთავ ამ ტრეკს, მოვებდები ჩემ თავს ეს ის არ არის და ვეძებ იმას, რაც არის. აი ეს არის ჩემთვის მუსიკა, ასეთი ენა არის ჩემთვის თვით გამოხატვის. მიუხედავად იმისა, რომ მე არც უკრავ, არც მოდი ესე ვთქვათ, მუსიკასთან მოსმენის გარდა სხვა ურთიერთობა არც მაქვს. მაგრამ იმდენად მიყვარს და ბევრჯერ მithქვია, რომ არა მუსიკა ეს სამყარო იქნებოდა ძალიან მოსაწყენი თქო. აი ფერები, რომელსაც მუსიკა მე მაძე, სულ მუსიკა, მანქანაში მუსიკა მაქვს. საღამოს სახლში რა ვდივარ მუსიკა მაქვს, დივას ოფისში რომ მოვდივარ რაღაცას ვრთა. ანუ მუსიკა არის ჩემი თანამგზავრი, რაღაცნაირად ჩემი ალბათ შეგრძნებების, მდგომარეობების, ემოციების გამომხატველი, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ მე ტრეკსაც რო უზიარებ ადამიანს რაღაცა მუსიკას, უზიარებ ჩემ მდგომარეობას, ანუ ასე უყურებ. ან როცა უსმენ ვინ როგორ მუსიკას უსმენს, ხვდები მის განწყობას და პიროვნებასაც კი. ზუსტად. ამიტომ ძალიან ვღელავ მაგნაწილში, იმიტომ რომ შენი მუსიკა ძალიან მიყვარს. და ვღელავ რომ ეხლა ავტორთან ერთად ვზივარ და არა ვარ იმ შეჩვეულ ჩემთვის პროფესიონალურ სივრცესაც რა გაყიდვები მესმის, მარკეტინგი ბევრი რაღაცა მესმის, მაგრამ მუსიკის სამყაროსთან მიმართებაში ისე არა ვარ, ანუ ასე ამიტომ ეხლა გადავალ
უფრო პოზიციაში პატარა ბავშვის, რომელიც ძალიან მიყვარს. ცნობის მოყვარება ბავშვის პოზიციაში გადავალ, რომელიც დასვავს კითხვებს, რომელსაც ბევრი რამე აინტერესებს და ეს რაღაცნაირად მომცემს საშუალებას, რომ გავშალო ის თემები, რომელიც მაინტერესებს და მჯერა რომ მაყურებლისთვის და მსმენელისთვისაც ეს შეიძლება იყოს საინტერესო. მოდი ჯერ დავიწყებ დღევანდელობით. როგორია შენი ცხოვრება დღეს? ანუ რა არის ცოცხალი შენში დღეს? აი დღეს რითი ხარ? ამ კითხვას გადავდებ ცოტათი გვერდზე და გავაგრძელებ იმას, რომ მუსიკა დაიბადა ძალიან ორგანულად. თვითონ სამყაროს გაგრძელება, იმიტომ რომ მუსიკის გარეშე სადაც მუსიკა არ არის ჩართული, მაინც არსებობს მუსიკა. ხმა, ქარის ხმა, წვიმის ხმა, სამყაროს ხმა, ფეხის ხმა, ანუ რაც კი ჟღერს, ყველაფერი მუსიკა. უბრალოდ ადამიანმა ეს შეკრა, მოიგონა რაღაცა საოცარი, რაღაც სტრუქტურა, რაზეც ეს მრავალხმოვანება გააჟღერა, უბრალოდ ერთად მოუყარა ამას თავი. და ამიტომ გახდა ასეთი ძვირფასი ეს ორგანული, იმიტომ რომ სადაც სიჩუმეა და ნებისმიერი მუსიკა შემოდის, იქ ყველაფერი იცვლება. რა მუსიკაც შემოდის, ზუსტად ისეთი ხდება ის გარემო. ამიტომ ცოდნაც ამიტომ არის საჭირო, რომ შემოიტანო რაღაც სიჩუმეში ისეთი ხმოვანება, რაც შენ გცვლის. ის კი არა რომ მხოლოდ გაძლიერებს, არამედ გიცვლის ხედვის რაკურსს, გიცვლის გამშვიდებს, როდესაც ზოგჯერ არსებობს ხოლმე რომ ფიქრებს სჭირდება მუსიკა პირველ რიგში იმისთვის, რომ ეს არის ერთგვარად რაღაცა დრო, როდესაც შენ გეძლევა საშუალება პარალელურად კი არ იფიქრო, უკვე პასუხებს ეძებდე. ამიტომ არის მნიშვნელობა, რომ ყველა ბავშვი უნდა იყოს ამ რაღაც საოცარ ჯადოსნურ სამყაროში მისი ცოდნის მისაღებად ჩართული იმისთვის, რომ ფიქრთან ერთად ისმენდეს იმას, რაც მას შემდეგ ძალიან რთული ამოცანების გადაჭრაში მიეხმარება. ეს არის მუსიკა. და ძალიან ბუნებრივად არის ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ არის ყველაზე მეტად მოქმედებს ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობა, ასე ვთქვათ, რომელიც ყველაზე მეტად მოდის და ყველაზე ჩქარა მოდის შენ სულთან გულთან. და რჩეხება კითხვას დღევანდელი. აქაც მუსიკა არის ძალიან მთავარი, რადგან თუნდაც სიჩუმე, თუნდაც განცდები, დღევანდელი რეალობა, რომელიც აუცილებელია, ანუ თანამედროვე მუსიკაში განსაკუთრებით დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუშინ არის უკვე თვითონ განისაზღვრება რა თანამედროვე ჟღერადობებია, აშღერებს მსოფლიო, რითი გამოხატავს თავის პოლიტიკურ თუ სოციალურ თუ ემოციურ მდგომარეობას და ჩემი მდგომარეობაც ზუსტად ესეთია, რომ აუცილებელია თუ კი შენ გინდა თანამედროვე სივრცეში შენი არ ითვლიდე წლებს და არამედ ვითარდებოდე და არ თქვაც, რომ აი 20 წლის იყო წარსული, არამედ იყო მომავალი, თანამედროვე მუსიკაში ზუსტად უნდა ეძებდე ამ მომავალ ჟღერადობებს. ანუ უნდა გესმოდეს ადამიანების, ასე ვთქვათ, განცდები, მათი განსაკუთრებით დღეს პოლიტიკური მდგომარეობები, ომები, უნდა გრძნობდე მათ ამ წუთას ახლა, როდესაც ახლა ხვდები შენ მას თუნდაც ერთი და იგივე რეპერტუარით მიხვიდე, რომელიც გუშინ შენ სადღაც ამერიკაში თუ ნიუ-იორკში სადღაც შეასრულე, მიდიხარ ომში და იცვლება აბსოლუტურად სტრუქტურა, იცვლება ტემპერატურა, იცვლება გამოხატვის მანერა, სირბილე, ანუ ზოგჯერ როცა შენ გინდა რომ ჩვეულებრივად რაღაც მეგაპოლისში 500 ფორტეთი იმღერო, იქ შენ 500 პიანისიმო გჭირდება. ამიტომ ჩემი ცხოვრებაც ესეა, თუ კი მუსიკა შემოდის, მე თქვი კიდეც ორი დღეა დავიწყეთ რეპეტიციები უკრაინის კონცერტებისთვის მომზადებით და საერთოდ შეიცვალა რადიკალურად ყველაფერი. თითქოს მანამდე რაც იყო პირადი ჩემი სირთულეები, ცხოვრებისეული ელემენტარული აბსოლუტურად შეიცვალა ფერი, ფორმა და ჩემთვის ახლა იმხელა ძალა მომემატა, რომ ყველა გამოწვევა რაც ჩემს სამშობლოშია
ადრე საქართველოში რო ბრუნდებოდი, საქართველოში ბრუნდებოდი ვამბობდი და რაც ჩემს სამშობლოში ახლა მივხვდი რომ ეს არ არის მარტო რაღაცა გეოგრაფია და მისამართი სადაც მე ვცხოვრობ, არამედ ჩემი უფრო ღრმა და უფრო ახლოა, ხო? და ეს ყველაფერი ამ ყველაფრის ნაკრები არის ცხოვრება. არ ვიცი ასე აღმოჩნდა რომ არასოდეს არ ჩერდები პრობლემასთან, იმიტომ რომ პრობლემა ტკივილი ერთადერთი საშუალებაა საკუთარ თავთან დიალოგის. ამიტომ ეს ჩემთვის უფრო ფუფუნება, იმიტომ რომ მასთან ურთიერთობა ვისწავლე და უფრო აი ყოველდღიურ რაღაც სირთულეებში მეტი ფიქრის საშუალება მეძლევა, იმიტომ რომ რაღაცაზე რომ კონცენტრირდე და დაფიქრდე, რაღაც უნდა თემა უნდა გქონდეს ამისთვის. ამიტომ ყოფითი პრობლემები არასდროს არ ყოფილა ჩემთვის მთავარი, ანუ გრაფიკს, როცა დღის გრაფიკს ვადგენ, სად მივდივარ, რა უნდა გავაკეთო, ძალიან პატარა ის და დანარჩენი არის სავსე რაღაც ისეთი განცდებით, რომელსაც თავის სახელი უნდა დაარქვა. ანუ კონკრეტულად ემოციას, როგორც ესე ვლაპარაკობ, ახლა ამ ლაპარაკს როგორც ჭირდება დალოგება, სუსტად ესე არის, როგორც კი რამე განცდას შენ შეეხები და რაღაც ასე ვთქვათ გამოცდილება დადგება, იმას ადგილი უნდა მიუჩინო ემოციურად მუსიკაში, იმიტომ რომ ძალიან ქაოსი გამოვა, რაღაც კონკრეტული უნდა სათქმელი იყოს. ამიტომ ჩემთვის ლაპარაკიც ამიტომ არის რთული, რომ სულ ვამბობ, რომ ჯერ ჩემთვის ემოციაა მნიშვნელოვანი და მე ვაკონვერტირებ ამას სიტყვებში, იმიტომ რომ რაღაც სიტყვებს საერთოდ არ ვიყენებ, მაგალითად, როცა რაღაც უცხო ენას ვსწავლობ, იმ ენაში საერთოდ დიდი ფუფუნება მაქვს, რომ არ ვისწავლო ის სიტყვა, რომელიც ქართულში მინდა არ მინდა ვიცი, ხო ხდება. ამიტომ ცხოვრება არის ბევრი რამისგან შედგება, ძალიან საინტერესოა. და ვერ ვამბობ რომ რთულია, იმიტომ რომ მართლაც რთულია, ურთულესია, იმიტომ რომ ბევრი წინააღმდეგობა საკონცერტო მოღვაწეობის ნაწილში პირველ რიგში. გულისხმობ დარბაზებთან არ წვდომა არა მაქვს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არა კომერციული თვალსაზრისით, არამედ ერთგვარი, როგორ გითხრათ, არტი იყო ყოველთვის, როდესაც მე ჩემს სამშობლოში დიდ კონცერტებს ვაკეთებდი ხოლმე, ვამოწმებდი ჩემ, იმიტომ რომ ქართულ მე სხვა ენაზე არ არის ჩვენი სიმღერები, არ ვღერი. მხოლოდ ქართულია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო არის რეაქციები ჩემს მსმენელთან, სიტყვასთან. რატო არის მხოლოდ ქართული? რისთვის? იმისთვის რომ ნამდვილი ვიყო. იმიტომ ჩემ ფიქრები ქართულია. ყველა სიტყვის დიაპაზონი ქართულია, მისი განცდებით ქართულია. თან ავტენტურობასთან არის კავშირში? არა, უფრო განცდებთან. ანუ სიტყვა, განცდა, ემოცია, ყველა სიტყვა, ყველა პოეზია, ხო? ანუ და პოეზიაში განსაკუთრებით კონცენტრირებულად არის, რომელიც მუსიკაში გჭირდება. და მუსიკის ასე ვთქვათ, გასაჟღერებლად თუ გჭირდება რომ მასთან ურთიერთობა და თუმცა როდესაც სიმღერის დროს შენ გადადიხარ იმპროვიზაციაზე, მე განცდა მაქვს, რომ იქ ქართული იკარი, მე ჩემ განცდას გიზიარებ როგორც მსმენელი, რომ იქ ხდები ტრანსცენდენტული. აი თითქოს სდებია ამ ქართულს, მე როგორც განვიცდი ამას და როდესაც გადადიხარ იმპროვიზაციაზე, აი რაღაცნაირი განცდა მიჩნდება, რომ მან ყველა საზღვარსდები და სადღაც ტრანსცენდენტულ ტრანსში მიდიხარ. ხო, მაგრამ ნახეთ, ზუსტად ოღონდ არ მივდივარ ქართული ენერგიის იქით. და ამის შენ განცდაში. ჩემს განცდაში, რადგან არც იმპროვიზაცია, არც ხაზი დრამატურგიული არის იძლევა მხოლოდ სიტყვა და მისი მნიშვნელობა. ეს ზეპირად არ მოდის, ახლა იმპროვიზაციის ადგილია და ახლა შენ დაიწყებ იმპროვიზაციას, მე დაუბრუნდები, ეს არ არის, აი ის ერთმანეთიდან გამომდინარეობს და მხოლოდ შემდეგ შეგიძლია, იმიტომ რომ ზოგჯერ ხდება ისე, რომ იქ სადაც შენ დააფეთქდე, საერთოდ ვერაფერს ვერ ახერხებ, იმიტომ რომ აცდი იმ შენი დღევანდელი მდგომარეობა საერთოდ ვერ აღიქონს იმ სიტყვებს, რა მუსიკაში არის და
ზეპირ მეტყველი ხვდები ხოლმე. ამიტომ თვითონ თავარი ზუსტად ეგ არის, რომ ქართული სიტყვა არის უფრო ჩემთან როგორც არა მარტო სიტყვა, არამედ როგორც ფონეტიკა, მისი ენერგია და მხოლოდ ამ ეს არის სრულად ამ ემოციაში უგრძნობ სრულყოფილად თავს. სხვა შემთხვევაში თან კომერციულობაც, იმიტომ რომ რაღაც მოიგონო და სხვისთვის გასაგები გახდა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის არ. ანუ ჩემთვის თავარია რომ ძალიან გულწრფელი ვიყო რასაც ვაკეთებ იმაში. თუნდაც არ გამომივიდეს და ვცდიდე, თუნდაც იმიტომ რომ არ არის ადვილი ფორმები, არ არის რაღაცა შენი მოგონილი. ანუ ოკეი ხარ იმასთან რომ არ გამოგივიდეს. რა თქმა უნდა, აუცილებლად პირიქით. ის რა თუ მე ისეთი ძლიერი აღმოჩნდი იმ წუთას რომ რაღაც დიდი დრო დავხარჯე და აღმოჩინე რომ დავეთანხმე ჩემთვის რომ ეს მე არ გამომივიდა. ძალიან ბევრი რამე მაქვს ესე გადადებული რომ არ გამომივიდა და ველოდები, იმიტომ რომ დროსაც ვაძლევ რაღაც მდგომარეობებს რომ შეიძლება მე არ ვარ მზად და კარგია. მოდი დაველოდები. ყოფილა რომ საერთოდ გამქრალა, იმიტომ რომ რაღაც ძველ ჩანაწერებს, სამუშაოს ჩანაწერებს, როცა ფრენის დროს რაღაცაზე მუშაობ, ყოველთვის ვაწყდები, მაგრამ რა არის ის რომ თან ხარ ლაპარაკობ ისე რომ გაუგებარი ხარ, თან ჩემთვის გასაგებია და იმედია მსმენელის და მაყურებლის მოყვება. მაპატიებენ თვალი და ვიმღერებ მე თუ ამ ყველაფერს უფრო გასაგებად ჩემენაზე და თან როგორ არის იცი რომ თვითონ ეს ხო არ არის კლასიკური ნაწარმოები და არ იწერება ისე როგორც გენიალურად როგორც შეუძლია დაწეროს ნიკოლას რაჭველმა და ან სხვა ისეთმა ადამიანებმა რომელსაც ისე ნიკოლას შეუძლია რომ დაჭდეს და დაწეროს აი მაგ ინსტრუმენტის გარეშე დაწეროს აი მინახავს აი რაღაცა ქუჩაში დაუწერეს სწრაფად ჩემთვის რაღაცა ესეთი არანჟირებები რომელიც დღემდე წლების შემდეგაც ასეთი ჟღერადია ხო თანამედროვე მუსიკაში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ ვინც უნდა დაუკრას რაღაც ნაწარმოები მისი შექმნის დროს ყველა მონაწილეობდეს აბსოლუტურად მარტო არ იქნება არაფერი იქნება ძირითადი ხაზი მელოდიის და თანარჩენი უკვე ერთად იხატება ასე ვთქვათ და ზოგჯერ არის რომ რაღაცა ფრაზას წერ შემდეგ მეორე ფრაზა ემატება შემდეგ მესამე ფრაზა ემატება ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არავცდე ამ ერთიანობას რა და ყოფილა რომ რაღაცა სამი სხვადასხვა სიმღერიდან ერთი რაღაც გამოსულა ანუ ვპასუხობ იმას რომ უარიც მითქვია ძალიან ხშირად ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ სცენაზე რაღაც ნაწარმოები გიმღერია და არ მომწონებია და მე აღარ შეგიძლიათ ცოტა მოგვიყვე მეტი იმაზე როგორ წერ ანუ გულისხმობ არის დრო როდესაც შედიხარ დასაწერად თუ ესა რაღაცა განცდა როდესაც ძალიან უხერხულია იმ როცა იცნობ რეალურად ნაწარმოებს ვინ როგორ წერს და განსაკუთრებით კლასიკურ ნაწარმოებზე ვსაუბრობთ რომ თქვა რომ რაღაცას წერ მაგრამ რაც იქნება და რაც იბეჭდება ისე რომ რაღაც დროს გაუძლო ასე შემდეგ ყველგან მართლა ვიძახი, მართლა ვამბობ, რომ ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების არსებობა, იმიტომ რომ უნდა გააზიარო, უნდა გადაამოწმო ეს ზიარება, იმიტომ რომ სურნელება, როგორ იღებს სხვა ადამიანი, იმიტომ რომ ეგოისტურად დაჭდე და რაღაც ნაწარმოები დააწერო და მე მიხვიდე და მოთხოვ ადამიანს, რომ აი ახლა ნახე, ხო? აი ახლა როცა რაღაცას მუშაობთ, ძალიან საინტერესო თემა, ოღონდ ძალიან საფრთხილო, იმიტომ რომ შეიძლება არსებული თემა მის ინტერპრეტირებულ ვერსიას ვცდილობთ და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ვცდით ყველა მხრიდან, აი აქედან, მეორე მხრიდან დაუკრათ, აბა ბასის ფაქტორა როგორი უნდა იყოს და საერთო ჯამში მე არავის არ ახსოვს, ვინ დაიწყო დაწერა, ვისი რომელი მთავარი ფრაზა იყო და რომელი არა და შემდეგ ეხლა რომ თანაქმნილებად იქნება. აბსოლუტურად და ყველაზე მთავარი რა არის, რომ მე
ახლა ეგოიზმი რომ შენ დაეწერო იქ ქვევით რომ ხარ კომპოზიტორი ან არ გააზიარო შენ თუნდაც ავტორობა იმ ადამიანებთან ერთად ვინაც მოგეხმარო თუნდაც შენი იდეა იყო მაგრამ სრულყოფილებამდე მიყვანაში ამ ნაწარმოების რაღაც დიდი ეგოიზმი მგონია არ მგონია ახლა სიმღერა ასე ვთქვათ გემღერებოდეს და არ იყო ასე არ ჩუქნიდე ადამიანებს იმ ბედნიერებას რომელიც და უზიარებდა ასე ვქვია თანაავტორობა ასე რომ ყველაფერი არის ჯადოსნურობა მართლა რთულია მოყვე ჩემ შემთხვევაში ხო რომ მქონოდა იმის ნიჭი რომ დამჯდარიყავ დამეწერა რამე ნაწარმოები სიამოვნებით მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც იქმნება მე ძალიან მიყვარს ეს პროცესი და ძალიან ძვირფასია ჩემთვის ის ადამიანებიც ვინც იღებენ ამაში მონაწილეობას და თან ვიდრე რაღაცა კონკრეტული რაღაცა მდგომარე ატმოსფერო უნდა შეიქმნას ხო და იმისთვის რომ შენ ეს ატმოსფერო შექმნა გარემოც უნდა შექმნა საუბრის თუ რაღაცა ურთიერთობის სიყვარულის გაფრთხილების ზრუნვის და ეს ერთიანობაში ადამიანურ ურთიერთობიდან ხდება შემდეგ ჯადოსნურ არ არის რომ შენ მიხვედი აი მართლა არაფერი არ არსებობს რაც მარტივად რაღაცის მიიღება არასაინტერესოა, უშინაარსოა. ამიტომ რაღაცნაირად ყველაფერს თავისი ატმოსფერო ახლავს და ძალიან მნიშვნელოვანია. ასე როგორც ვსაუბრობთ ხელშეუხებლად, მაგრამ ხილულად ხდება შემდეგ და ძალიან ბევრ ადამიანს მე პირველ რიგში მეხმარება, რომ გავხდეს განსხვავებული სხვანაირი დავინახო კიდევ უფრო თამამი, უფრო გაბედული, იმიტომ რომ ჭირდება რა კომპონენტებისაგან შედგება ნაწარმოები ზუსტად იმ ენერგიას ასხივებს უხილავად, მაგრამ რომ მუშაობს აბსოლუტურად. ნინ, როდის გახდა გულწრფელობა შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი? აი თვითონ სიმღერის პროცესი არის გულწრფელობა და ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ რატომ იცი რა ის არ არის ინსტრუმენტი, როდესაც შენ რაღაცისგან ატარებ ხელით, ეხები და შენ შეგიძლია ისე დახმარებით, შენი მონაწილეობით გააჟღერო თუ ამღერო თუ დაუკრა თუ დაწერო. და სიმღერა არის ტერფიდან აი ბოლომდე ყველა ვიბრაცია თუ არ არის გულსფერი არავის არ ეხება შენი სიმღერა კონკრეტულად სიმღერა არ ეხება ადამიანს რასაც აკეთებ და თუ კი გულწრფელი ხარ სიგიჟეც არ უნდა იყოს რა ფორმაც არ უნდა ქონდეს მას შეიძლება ის შენი თაყვანისმცემელი არ გახდეს მაგრამ აუცილებლად აღნიშნოს რომ მან ეს მოისმინა და გაიქო ხდებით ამიტომ გულწრფელობა ერთხელ მახსოვს თხოვნა რო გამათავისუფლე საკუთარი თავისგან როდის იყო ეს ალბათ 2000 წლის დასაწყისში რო ღერთო გამათავისუფლე საკუთარი თავისგან იმიტომ რომ ეს ორი წელი თან ლომი თან აი წარმოუდგენელი ვიყავი ჩემ თავში ჩემი თავისთვის ამ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ისედაც ბევრი ხარ ენერგია და ყველასთვის ზედმეტი ვიყავი. რაღაცა უნდა ცოტა დროს ჩამოაჭრი, ხო იცი რომ არ ეტევა არსად. აი დაახლოებით ესეთი და არ ვიცი, რა გამომივიდა, ახლა ვერ გეტყვი რომ ფრთები მაქვს სადმე ჩაკეცი. სადღაც შენმა თავმა ძალიან მოგიჭირა. სულ მიჭერს დღემდე. იმიტომ რომ ეს არ ყოფილა, ეს თავისუფლება არ ყოფილა ადვილი პროცესი თურმე კი არა და ეს ხო, ნუ ალბათ გმირის გზას ტყუილა კემბელი არ დაუძახებდა გმირობა რომ ამას არ ჭირდებოდეს რომ საკუთარი გზა იპოვო ალბათ მაქედან მოდის ეს გმირობა და მაგიტო ეძახიან გმირებს ადამიანებს ვინც ამ გზაზე დგება და საკუთარ თავს ეძებს და მართლა ჩახედვა შეუულია შიგნით მე მგონია ტყუილა არ არის ეს ტერმინი არ არის ეს ადვილი პროცესი ადვილი პროცესი არ არის ნამდვილად იმიტომ რომ რაც უფრო ასე ვთქვათ სინათლისკენ მიიწევ უფრო ბევრი კითხვები ჩნდება და მაგრამ
ყველაფრის პასუხი მაინც სიყვარული, აი პასუხია სიყვარული. ანუ რაც უფრო სიმნელისკენ რაც გინდა მეტი კითხვა დასვა, პასუხია სიყვარული. რა არის შენთვის სიყვარული? პასუხი, ყველაფრის პასუხი. ცხოვრება არის პასუხი არის სიყვარული. რატომ? იმიტომ რომ სიყვარული. და იცი რას ვფიქრობდი კიდე რომ ისევე როგორც მუსიკა, რომ სიყვარული ხო ასევე სტიქია, როგორც ბუნების სამყარო სტიქია. იმდენად ორგანული ადამიანისთვის და შეუძლებელია მისი ამ გრძნობის და მდგომარეობის გარეშე ცხოვრება, რომ არ არსებობს ამის გარეშე ცხოვრება, რომ ადამიანები, რომლებიც თავისი ფიქრებით თუ არსით იმყოფებიან ჯოჯოხეთში იმისთვის, რომ მათ აუცილებლად უნდა უყვარდეთ თავის ჯოჯოხეთი უყვარდეთ. ანუ შეუძლებელია ადამიანი არსებობდეს ამ გრძნობის სიყვარულის გარეშე. იმიტომ რომ ძალიან ძიმე იქნებოდა ტვირთი ადამიანისთვის. ღმერთიც ხო ეს არის, ხო? ანუ არსებობს, რომელიც გეუბნება, რომ ეს არის მთავარი. რომ სუნთქავ, ეს არის მთავარი. და ადამიანებს უყვარდება თავის ჯოჯოხეთი. იმისთვის რომ სიყვარულოდ არ იცხოვრო. შეიყვარო თუნდაც ის ხო სანაშიც ხარ. თუნდაც არა. მან არ იცის რომ ეს ჯოჯოხეთია და შეიძლება არ იცის რომ უყვარს თავის ჯოჯოხეთი, მაგრამ ხომ მსახურია თავის ჯოჯოხეთის. ფსიქოლოგია ამას დაარქვა კომფორტის ზონა, მაგრამ ის ამბეში იმ ჯოჯოხეთზე ვაპარაკობ, რაშიც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი იყოს და ვერ ხვდებოდეს რომ მისი შექმნილი ჯოჯოხეთი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ უყვარს, რაც თვითონ შექმნა ის უყვარს. უბრალოდ არჩევანი აერია. სინათლეა, ვერ გაუძლო შუქს, რეალური სიყვარულს გაძლევა ჭირდება. მართლა ოღონდ. აი ჭირდება ის რომ შენ აპლოდისმენტებს გაძლევა ჭირდება, ან წარმატებას ჭირდება ძალა, რომ შენ არ გაცდა იმ საზღვრებს, რომელიც შემდეგ დაგაკარგვინებს კიდევ რამოდენიმე მეჩა გიხდება საკუთარ სულში იმისთვის რომ შემდეგ გათრიოს როგორც უნდა დაგაგდოს დედამიწაზე, იმიტომ რომ ძალიან რთულია შემდეგ რაღაცა ჯადოსნურ კერდა ღვთიურად გილას გახვიდე და მიცა თავისუფლება ესაუბრო ადამიანებს. ამისთვის უფლება უნდა მოიპოვო. იმიტომ ხო კაცმანის სხვა პოდკასტის მხარდამჭერია ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია თბილისი მედიკი. თბილისი მედიკი მხოლოდ სამედიცინო პროდუქციისა და მომსახურების მოწოდებით არ შემოიფარგლება. მისი ხედვა ეფუძნება პასუხისგებლობას ქართული მედიცინის წინაშე და რწმენას, რომ ჯანდაცვის სექტორის განვითარება ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარებით არის შესაძლებელი. ამ ღირებულებებზე დაყრდნობით თბილისი მედიკი აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას და ხელს უწყობს ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას საქართველოში. უკან რა უყურებ შენ თავს რეტროსპექტიულად რო შეხედო. შეგიძლია დაახლოებით თქვა რამდენი ვერსია მე მოკვდა და დაიბადა შენში. არ ვიცი რამდენი სწორია თუ არა სწორია საერთოდ ცხოვრებისა მიდგომაში, მაგრამ ძალიან ცოტა შეფასებებს ვაკეთებ უკან, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, არა იმიტომ რომ რაღაცა არ მინდა რომ გადავიქცე საკუთარი თავის ასე ვთქვათ რეტროპერსპექტივად, იმიტომ რომ არა აი რაღაცა ეს დაბნეულობა რო არ გამოიწვიო. ის რაც გავიარე უკვე გავიარე. ხო? ის რაც დღეს რა განცდებით ცხოვრობ, რაც მინდა ფიქრობ არა იმაზე რაც მქონდა, არამედ იმაზე რაც მინდა რომ მქონდეს. შინაგანად როგორც ადამიანს, როგორც არტისტს, როგორც დედას, როგორც ქალს, ხო? ბევრი რამეს ასე ვთქვათ ვსარმაცობ ჩემ თავში ძალიან ბევრ რამეში, ბევრი რამის უფლებას ვაძლევ ჩემ თავს და რომელიც არ მინდა რომ ასე იყოს. ამიტომ ის რომ მე რა ცხოვრებაც რა მუსიკალური ცხოვრების გზა, სხვა ცხოვრება არ მქონია. მუსიკალური ცხოვრების გარდა რამდენი კონცერტი იყო, როგორი იყო, სად იყო, რამდენად წარმატებული იყო, როგორი იყო, ეს უკვე იყო და იმდენად ბევრი იყო და იმდენი ადამიანის ცხოვრება შეიძლება ითქვას რომ ვიცხოვრე, რომ ამის კიდევ თავიდან გააზრება და გადააზრება
აზრება ძალიან დიდ ენერგიას წაიღოს მართლა ვიწყი რომ წლის მანძილზე მქონდა არ ვიცი 70-80 სოლო კონცერტი რომელიც სოლო აბსოლუტურად არ და კონცერტი ნიშნავს 2 საათი მღერი მიდიხარ მოგზაურობ ქალაქში ჩადიხარ უცხო ქვეყანაზე და ეს ცალკე ენერგია კიდე როდესაც გასტროლზე საგასტროლო ცხოვრება ურთულესია ამიტომ ამ ფილოსოფიაში არ შევდივარ წარსულის ფილოსოფია ჩემთვის დღევანდელობა ვერ იქნება თუ მე დღეს მოქმედებაში არ ვიქნები ამიტომ ძალიან ესეთი ვიტყუებ თავს და ხედები ხოლმე განსაკუთრებით მაშინ როდესაც რაღაც დიდი ნაწილი რუსეთში მოღვაწეობა იყო და 2009 წელს როგორც კი დაიხურა ასე ვთქვათ ეს ამ ცხოვრები ამ ნაწილი ცხოვრების ჩემი ყველაზე ახალგაზრდული ენერგიის ცხოვრების ნაწილი არ ვიცი დაიხურა შენი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ისე თაროზეც მიდევს თუ დავკარგე ეგეც არ ვიცი იმიტომ რომ არ ვიხსენებს პროტესტი იყო ეგ რა თქმა უნდა დიდი პროტესტი თუმცა ეს იყო პერიოდი, როდესაც მე ჩემი ნებით არ ამირჩევი არც გეოგრაფიული ტერიტორია, მე არ მქონდა სხვა არჩევანი, ჩემს სამშობლოს არ მქონდა სხვა არჩევანი და რომელი კარებიც იყო ღია, მე იქ შევეცადე რომ ასე ვთქვათ, მეცხოვრა იმ მუსიკალური ცხოვრებით, რა ასპარეზიც მქონდა. თუმცა შევეცადე რომ გაშღერებულიყო მხოლოდ ქართული სიტყვა. ეს დიდი გადაწყვეტილება იყო და ჯგუფმა შენმა კოლეგებმა შეხო უამრავი ადამიანი ყავს როგორ მიიღო ერთსულოვანი იყო ეს თუ აი როგორი იყო ეს ხო ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იყო სინამდვილეში ხო მაგრამ კი რა თქმა უნდა ჯგუფის წევრებიც ყველა პირიქით უკვე აღარ იყო ადამიანი ვინც შეიძლება რომ წასულიყო იქ და კონცერტი გაეკეთებინა ჩაედარებინა აქ კითხვის ნიშნებიც არ არსებობს. ყველა ჯგუფის წევრი, ყველა ადამიანი ვინც ოდესმე მონაწილეობდა და ასე ვთქვათ, შეიძლება და პერსპექტივაში ყოფილიყო, რომ ერთად წავსულიყავით და დაგვეკრა კონცერტები. არავინ არ წავიდა და ასე რომ გარდა ამისა უკვე საჭირო იყო, ანუ მეც მზად ვიყავი, გააზრებული მქონდა აბსოლუტურად ბალანსი არა ის რომ რაღაცა საქმე საგვირონია არა პირიქით ძალიან მტკივნეული იყო როდესაც უდიდესი შრომა შენ და სათითაო მსმენელი შენ თვითონ მოპოვებული აბსოლუტურად ყველანაირი ესე ვთქვათ კონვერტების თუ რაღაცა მხარდაჭერების გარეშე აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ჩვენით მოპოვებული იყო ის სივრცე, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ჩვენ ირჩევ რაღაცას იქ ძალიან ხისტი ასე ვთქვათ შემოთავაზებებია შენ თუ არ მონაწილეობ ან რაღაც პოლიტიკურ პროცესებში ან რაღაცა ცნობილ ადამიანების გარემოცვაში და ხარ კონკრეტულად მართლა მუსიკოსი და მხოლოდ დიდ დარბაზებში თუ საკონცერტო დარბაზებში მოღვაწეობ, იქ შეზღუდვებიც გაქვს ძალიან ბევრი. ამიტომ ამ გამოწვევასაც რო გაუძლო და ის რო შენი მუსიკა სქონდეს ადგილი არა ქართულ სივრცეში ძალიან დიდი შრომა დაგჭირდა ამისთვის ბიჭებთან ერთად, რა თქმა უნდა, ისაიდან ერთად პირველ რიგში, ხო? და ძალიან რთული იყო ამ შრომის ასე ვთქვათ განულება გამინუსება თან პლუსიც არ არის ის რომ შენ იქ მოღვაწეობდი იმიტომ რომ რატომღაც ისე აღმოჩნდა რომ მე გავხდი პასუხისგებელი იმაზე რატომღაც კი არა ასე იყო სწორი იყო რა მოცემულობაც იყო იმ სიტუაციაში სწორი იყო რომ მე გავხდი პასუხისგებელი იმ ცხოვრების რომელთვისაც ჯერ მზად არ ვიყავი მე ჩემთვის გაუგებარი იყო ძალიან ბევრი პოლიტიკური პროცესები მე ვთვლიდი რომ საუბარი მოღვაწეობა სწორი იქნებოდა და ბევრიც რამეც გააკეთა იმიტომ რომ საქართველოს მარტო არ არის კულინარიული ქვეყანა და მას რაღაც შემოქმედებითი სხვა მხარეებიც აქვს რომელიც თანამედროვეა სხვა სიტყვას ამბობს გამბედავია და ეს ყველაფერი ყველა ჩამოსვლელი ვინც ჩამოდის საქართველოში ყველა მიცოდა რომ საქართველო არ იყო საბჭოთა კავშირის გაგრძელება არამედ ის იყო თანამედროვე აბსოლუტურად განვითარებული ქვეყანა ჩვენ ამაში მივიღეთ მონაწილეობა
მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც შენ ამ შრომას ამინუსებ, ანუ არც არავინ არ გიფასებს შემდეგ, რომ შენ რამდენი რამე გააკეთე პირიქით. Ani ზოგჯერ არტისტის როლიც ხო ეგ არის ცხოვრებაში არტისტები ხანდახან აჟღერებენ იმას, რასაც ვერ ბედავს ვერავინ. და ხელოვნება არის ის ზუსტად ხანდახან არის ეს უნდა იყოს თანხმობა ეგ. ანუ საბოლოო ჯამში ანათებს შუქს იქ, სადაც იბნელია. და იმ მომენტში ამის ძალიან ბევრი მაგალითი არის არა მარტო მუსიკაში, ზოგადად ხელოვნებაში. და ალბათ ხელოვნებას ეგ დანიშნულებაც აქვს, რომ შუქი მოიტანოს იქ, სადაც შეიძლება სიბნელე იყოს, სხვა მიზეზიდან გამომდინარე და არტისტმა გაბედოს ის, რასაც ვერ ბედავს სხვა. აი წარმოგიდგენ, ხა ჩვენ საუბრობთ აქ იმიტომ, რომ ბევრი სიბნელეს ხედავთ, ხო და არის ქვეყნები, სადაც კაშკაშებს, ხო? აი ხელა სინათლეა. აი მაგალითად განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. იქ რა ხდება, ხო? იქ კიდევ უფრო მეტი ყურადღება გასრავად ექცევა განსხვავებულ მუსიკას, იმიტომ რომ გარდა ერთი შუქისა, თეთრი შუქის, არის ფერადი შუქებიც, კიდე სხვა შუქია. ანუ იმისთვის, რომ შენ ცხოვრებაში ფერების პალიტრა შემოიტანო და გახადო უფრო თბილი, უფრო ლამაზი, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი პირველ რიგში, ხო? ამიტომ გარდა ეხლა არის საჭირო, რომ ადამიანმა თქვას, პოლიტიკოსის მაგივრად არტისტმა თქვას, ომში თქვას, სათქმელი თქვას, პროტესტი გააპროტესტოს, აი რაც ჩვენთან ხდება, რა ვიცი, სინდისის პატიმრები, მათი მშობლები, რაღაცა იმდენი ტკივილი დაგროვდა ამ ბოლო პერიოდის მანძილზე და განმავლობაში და ამაზე სიჩუმე ესე იგი გამოდის, რომ ჩვენთან არ არის არაფერი და უფრო მეტიც გახდა სუფრის მუსიკა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. ის რაც ძალიან სასიამოვნოა, ძალიან საყვარელია, როდესაც ჩვენ მეგობრებთან ერთად სხდები, ხმებში, ერთმანეთში სიყვარული, ყველაფერი არაჩვეულებრივია, მაგრამ ის არ არის ქართული მუსიკა, ქართული პოლიფონია არ არის ძირითადი ჟღერადობა საქართველოს ისტორიის. გურული კრემაჭური სხვა რამეს ყვება. ხასანბეგურა სხვა რამეს აბსოლუტურად სხვა ისტორიას ყვება. ხალხური მუსიკა სხვა ამბავს ყვება. ადამიანები ლილოკებზე წერდნენ იმისთვის, რომ თავისი მომავალი თაობისთვის დაეტოვებინათ იმ ისტორიის ხმა, რაშიც საქართველოს ასეთი გამოკვეთილი ინსტრუმენტი არის მხოლოდ ხმა. და ამ ხმას რო სუფრასთან გადააკონვერტირებ და დატოვებ მხოლოდ ამის ამარა. იქ რა თქმა უნდა სიჩუმე ფანტასტიკურია, მაგრამ მაშინ როცა ყოველდღე სიმფონიური ორკესტრი უკრავს. და პაუზა არის. პაუზა ხო. ამიტომ ეს სადაც არ ჟღერს არტისტები, აი მაგალითად თუნდაც ოსკარზე, ხო, ეხლა ან ყოველთვის ეს მათი პასუხისგებლობაა, იმიტომ რომ ისინი ატარებენ ამ თავარ ვალდებულებას, რომ გააჟღეროს იმ ადამიანების ხმა, იმ ტკივილის ხმა, იმ ისტორიების ხმა, რომელსაც მხარდაჭერა ჭირდება. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები უნდა ვიყოთ სუსტი ადამიანების, ვაჟღერებდეთ სუსტი ადამიანების ხმას, დაჩაგრულების ხმას. იმისთვის რომ ამდენი ადამიანი მოხუცი ბებიები, ბაბუები აი წარმოუდგენელია. რამდენი პროცენტი დადის თეატრში, კლასიკური მუსიკის საღამოებზე, დასასვენებლად, აი რა ხდება. ხო? ამიტომ რა კითხვაც იბადება ზოგადად და ეს ვალდებულება უფრო ზუსტად ვიდრე კითხვაც არ უნდა იბადებოდეს. ამიტომ ერთი ადამიანი ვერ იტყვის ყველაფერს, მე ვერ ვიტყვი ყველაფერს. როდესაც ამდენი სიმღერა ჟღერს, ამდენი არტისტია, წარმოიდგინე ყველას რომ რამდენი თუკი საქართველოს დღე ჯერ კიდევ აქვს თანამედროვე პერსპექტიული ქვეყნის სახე, ეს არის იმ არტისტების, იმ ექიმების, იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც აჟღერებენ
საქართველოს დღევანდელ გამოწვევების ხმას. აი ეს ხაზი რო არ ქრება, არც უკრაინაში, არც უცხოეთში, გიგაში, სადაც მინდის ყველა მისი კონცერტი ქართული მუსიკით, ქართული ხმით მთავრდება, ხმიანობით მთავრდება. ანუ იმდენი ანიტა, აი პატარა საქართველო გაიცნო მთელმა მსოფლიომ, რომ ყავს ჯადოსნური ადამიანები. ყავს. ნინ კითხვა მაქვს ჩვენ ხშირად ახსენებ მდგომარეობას, ემოციას და ესეთი ხარ ბავშვობიდან? ემოციური ბავშვი იყავი? კი, ემოციური. რატომ მიჭირს ხოლმე საკუთარ თავზე ლაპარაკი ყოველთვის? ისე რაღაცა ძელი საბჭოთა კავშირი თუ რაღაცა გონია რომ ყველა. ორივე საბჭოთა კავშირი. სხვა უნდა ილაპარაკო შენ. ალბათ ესეც ცოდნა. მე ვაღიარებ რომ ვერ ვისწავლე. კი, ემოციური ბავშვი ვიყავი, ბუნებრივია. ემოციური კი არ ცხელქი, როგორც ყველა ბავშვი. იმიტომ რომ დავიბადე ადგილას, სადაც უყურებდი სხვას და მთაში და ბუნებაში და არ ვიცი, ველურ ბუნებაში. შენ სადღაც ინტერვიუში ახსენებ, რომ მწვანეცა იყო ჩემთან. ხო, მწვანეცა, კი, მანდარინების ბაღი, ბუტია ვიყავი და ჩემი სახლიდან, ჩემს სახლში როცა გამომბრაზებდა 5-6 წლის გამომბრაზებდა, ჩავალაგებდი ჩემოდას, მივდიოდი ხოლმე ბებია ჩემთან, იქ რაღაც 30 მეტრში თუ 50 მეტრში და ოღონდ ქუჩაზე ვერ გავდიოდი და იმ მანდარინების ბაღი უნდა გამევლო და პატარა ბილიკი, სახლებს შორის ბილიკი და იქ ჩემცა მწვანე იყო, კი, და ოღონდ ფანტასტიკური. და სიგიჟეში ვცხოვრობდი სრულიად, მართლა ვიძახი, აი ველურ გარემოს, აი საზღვრები რო არ არის, რაღაცა რო უყურებ რაღაცა მთის რაღაცა მონაკვეთს და რაღაც სამ დღეში იქ რო აღმოჩნდები, იმიტომ რომ გაინტერესებს იქიდან ახთება, იმიტომ რომ აქედან შენ ხედავ იქაურობას, შეუზღუდავი ბევრი ბავშვები და ოჯახშიც ჩვენ 4 ნათესავები ბიძაშვილები, ამიტომ სადღაც 15 ბავშვები ზაფხულში, არაჩვეულებრივი ხალხი, მოსიყვარულე ოჯახში მუსიკა, შემოქმედებითი ბუნების ადამიანები, ჩემს ოჯახში მამა, ყველა რაღაცას მღერის, აკეთებს, ქმნის ხელით. ასე რომ უფრო საბჭოთა კავშირი ჩემი ოჯახის გარეთ უფრო იყო და ძალიან ისეთი იყო. ასე ვთქვათ, განსხვავებული. ალბათ ეს რო არ მენახა, ბევრ ამის პარალელებს ვერ შევძლებდი ცხოვრებაში. საინტერესო იყო. უკვე დიდი გოგო რო ვიყავი, უკვე რაღაცა ბალიშიდან, ფანჯრიდან რო ხედავ ზღვას და ზღვის რკალს და ძალიან ლამაზი ბავშვობა კი. და ანუ მძაფრად განიცდიდი ემოციას და ხო, უფრო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკოსებს ვეუბნები ხოლმე, რომ იმიტომ რომ ფეთქებადი ვარ, იმიტომ რომ ძალიან მჭირდება ეს თვისება მუსიკაშიც, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება რაღაც უცებ რაღაც მჭირდება ფორტე, ანუ ხმაური, ან რაღაცა სხვა სიკეთ გასული რაღაცა ენერგიაზე ხო, ცოტა ველურობაც ხო და მე თუ ეს გამოზარდე ესე ასე ვთქვათ გავწურთვენი ჩემი ემოცია, მე ძალიან გამიჭირდება, მე მისი ასე ვთქვათ ფითილი უნდა იყოს და სინამდვილეში ცხოვრებაში ხელს მიშლის ხოლმე ეს თვისება, მაგრამ გულწრფელად ვაღიარებ, რომ არაფერს არ ვეხები. მირჩევნია, რომ უფრო მუსიკაში, ასე ვთქვათ, ხო იცი, საზღვრები გაუკეთო, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ცხოვრებაში ნაკლები ურთიერთობა მქონდეს ისეთ ადამიანებთან, სადაც მე თავშეუკავებელი არ გამოჩნდები, მაგრამ დანარჩენი ეს ჩემი ყველა თვისება, რომელიც მხოლოდ მუსიკისთვის მემატება, მხოლოდ და მხოლოდ მუსიკისთვის მემატება, ყველაფერი, აი ეს ყველა დრო, ჩემი თავი, ყველაფერი, განცდას, ყველაფერი მუსიკისთვის მემატება. სიცოცხლეა შენთვის ეს. ხო, აბსოლუტურად. სიცოცხლის განცდა არის, ასე მესმინება შენთვის, როგორ შენ განიცდი მუსიკას. აბსოლუტურად. და ამიტომ ჩემი ბავშვობაც ეგ არის, რომ თან განმეორება ძნელია. ხო, აი როგორც არის ხოლმე.
სიმღერაში განმეორება ძალიან ძნელია ინო გორგოლის განმეორება მართლა ძნელია და ადრე იყო რომ განსხვავებული ყოფილიყო მუსიკა და ეხლა უკვე რაღაც პერიოდია რომ შეძლო გამეორება ანუ შეძლო განმეორდა იყო ბავშვი შეძლო განმეორება აღრთოვანდა როგორც ბავშვი როგორც და ძალიან საინტერესო პროცესებია შიგნით თან ეს შენთან ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და მე ამის რაღაცნაირად დაგროვება უნდა ისწავლო ისე რომ როგორც კი მუსიკა მოვა მე შემდეგ მიიტანო იქამდე თორე აი მაგალითად ყოფილა შემთხვევები რომ რაღაც თვეების განმავლობაში არ ქონია არც რეპეტიცია არც კონცერტი და უცებ რაღაცას გაქს უნდა იმღერო აი იწყებ ქექვას მდგომარეობის განცდების ძველი ჩანაწერების დაურეკავ საყვარელ მეგობარს რაღაცა წახვალ ისეთ მეგობართან სადაც ბევრს იცინებ ანუ აი ბევრ ემოციას უცებ ჩქარჩქარა აი წახვალ და მოიგონებ რომ უნდა დავიძინო ეხლა მე ღამე ადრე იმიტომ რომ ხვალ კონცერტი ანუ მთელი ამბებს დააგროვებ იმისთვის რომ შენ ტვინს თან ერთად გულთან სუნთქვასთან ერთად ხელმოწერა გააკეთე რომ აი ხო მე მზად ვარ ანუ ანთებ შენ თავს ფაქტობრივად უყურებ ჩვენ პოდკასტს არ დაგავიწყდეს გამოიწერე არხი დაალაიქე დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე რომ მოგწონს რასაც ვაკეთებ და ანუ შენ ახსენე რომ ანუ მუსიკასთან რამდენს ვილაპარაკებ მე და ერთი სიტყვით მუსიკასთან და ხელოვნებასთან ანუ ეს იყო შენი ბავშვობა კონტექსტი რომელშიც გაიზარდა ანუ ეს იყო ეს მოცემულობა აირჩია შემოსულმა ასე ვიტყოდი რა შემოსული ხო ეს თან ვიძე ჩემის დამსახურება რომ ის მასწავლიდა სიმღერას შოთიკოვიძე თან ხებზე შემისვავდა ხოლმე პატარა ვიყავი რომ ხოლმე რომ რაღაც სოფლის საქმეებს რო გააკეთებ და რომ ორ ხმაში გვემღერა მაგრამ იცი რა იყო რა არაფერი არ იყო მუსიკის გარდა ჩემს ცხოვრებაში აი არაფერი აი რაღაცებს არ ვაკეთებდი პარალელურად სკოლის დროს არც სპორტში არც და იმდენად სკოლაში გუნდი მუსიკალური სასწავლებელი თან მუსიკალურში სადაც დავდიოდი 7 წლის მანძილზე მე კვირაში სამჯერ 6 კილომეტრს დავდიოდი ფეხით. ანუ სახლამდე დაუბრუნებულიყო. ზამთარში, ზაფხულში, წვიმაში, სიცივეში. და აი რამდენი კილომეტრი მაქვს გავლილი ხოთო რომ გითქენიეთ რომ მუსიკიდან სახლამდე ფიქრში გაგიტარებინ. ეს მეერე ხდები ამას. და ეს გზა გასაგრძელებელი. ანუ არასოდეს არც ყოფილა შენ ცხოვრებაში კითხვა ან პირდაპირ მოვიდა სიცხადე რომ ეს არის მუსიკა. ხო, ასე იყო. არა სხვა რამე არ ყოფილა. არასოდეს არ ყოფილა. არც კითხვა არ გაჩენია საერთოდ არასდროს. არა. უბრალოდ გული მწყდება, მართლა გული მწყდება, იმიტომ რომ როდესაც მუსიკალურში უკვე გამოცდები ჩავაბარე მქონდა არჩეულებრივი ხმა მეცო-სოპრანო ჩვენი დირექტორი იყო სოსო ბარდანიშვილი ფანტასტიკური კომპოზიტორი რომელიც ახლა ისრაელშია და ცოტა ხნის უკან ფანტასტიკური პრემიერა ჰქონდა ჩემი მაესტრო რომელიც სამყაროში ნახე მეტყოდა აგერ ქარი და მისი მუსიკა როგორ უნდა დაგეჭირა სამყაროში როგორ უნდა გეძება რაღაცა იმიტომ რომ ინსპირაცია ხო ერთგვარად გარეხმებიდან მოდის და იქ რომელია მთავარი ის უნდა შენ ირჩევა მას და ეს რო ყოფილიყო ბუნებრივი ამ სტიქიების ნაწილი რომ შენი ამოვიჩემ რაღაცა სიტყვებს ვიმეორებ მაგრამ ვერაფერს ვერ ხელოვნური არაფერი არ რჩება შენთან. ამიტომ აუცილებელია ისეთი რამე უნდა ირჩევდე, რომელიც შენთან გარიგებაში ანუ შენთან რჩება, შენ გამოზრდი, შენთან ერთად ძალას გმატებს, ანუ ესეც ხო არჩევანია ცხოვრებაში, ამიტომ ჩემ მოვისწრომო მოხარაძე მასწავლიდა მაგას და ისეთი პერიოდი იყო 90-იანი წლების, როდესაც მე არ მქონდა ასე ვთქვათ, არც ბუნება იმისა, რომ რაღაცა საშუალება ყოფილიყო მოძიების, ფინანსების, რომ განათლება მიმიღო, ამიტომ თორე დღეს მე ავირჩევდი კლასიკურ მუსიკას. აირჩევდი.
აუცილებლად. შენია ის. ხო, ყველაფერი ჩემია, დისციპლინა, ღამე, ძილი, დროულად, ყველაფერი ჩემია. რაც რა ერთგულებაც სჭირდება ამ გზას, ყველაფერი ჩემია. თვითონ ყველაზე ძალიან იცი რა მომწონს, რომ როდესაც გაქვს ჩარჩოები, მაგრამ შენ შეგიძლია გახდე ოსტატი ამ ჩარჩოების გარღვევის ისე, რომ თითქოს არაფერს არ არ ხდები აი ხმა იძლევა ისეც აი ისე იმხელა თავისუფლებას რომ შენ შეგიძლია შეხვიდე ისეთ ზონაში საჰაერო ზონაში სადაც საზღვრებია გაქვს აი ყველგან შეგიძლია რომ გახვიდე ამიტომ ეს ხმა არის ამ იძლევა ამის საშუალებას ამიტომ ეს მომენტი მაქვს მაგრამ ნუ ეგეც ესეც მეხმარება ეს ცოტნაც მეხმარება როგორ უნდა ტექნიკურად როგორ უნდა მაგალითად როგორ უნდა იმყარო ცირა შერეული გზნობა ეხა ამ გაზიარებას მოყვა შერეული გზნობები ერთის ხრივ რაღაცნაირად מחარებს რა მაგარი არის როცა ადამიანმა თავიდანვე იცის მისი საჩუქარი რა არის გასაზიარებელი სამყაროსთვის არის საქმე რა შეეცროი არიცის ან მეც არ ვიცოდი რა მაგალითად მუსიკალურ სასწავლებელში რო აღარ დავდიოდი შემდეგ არაფერს არ ვაკეთებდი უბრალოდ დავდიოდი ვიღაცების რეპეტიციებს ანუ ჯგუფები რომლებიც დადიოდნენ თან რაღაც მეტალის თუ ნებისმიერი რამე სადმე ჟღერდა ყველგან დავდიოდი ანუ ჩემი რაღაცა მუსიკაც კი არ მქონდა ხო აი მქონდა როგორ აღმოაჩინეთ არ მქონდა ჩემი მუსიკაც უბრალოდ ერთხელ უკვე რაღაცა ფესტივალი იყო 2000 წელს და ჩემი მეგობარი დიმა პატარაია სულიკოს როცა მღეროდი დამეხმარა ამ სულიკოს ინტერპრეტირების ფორმაში სიმღერას რომელსაც ვაკეთებდი დამეხმარა მის არანჟირებაში ანუ რაღაცა ფორმა მიიღო უკვე მუსიკა ძერწოში დამეხმარა და გაჟღერებაში დამეხმარა უფრო ზუსტად იმიტომ რომ იქ რაღაცა კლასიკური ინსტრუმენტების შემოვიდა იმის გათვალისწინებით რომ გიშთების შემეყვარს მე დირიჟორიც ვიქნებოდი სიამოვნებით თან ეგრევე ნახ სახე როგორ დაგინათ ნიკოლოზი როდესაც რაჭველი როდესაც ჩვენ საერთო კონცერტები გვაქვს მაესტროს ხელშეუხებელია მაგრამ ის ყოველთვის იცის რომ მე თავს ვერ შევიკავებ და უფლება აქვს იმიტომ რომ ფრაზირებაზე მუშაობ თუ მოკლედ დირიჟორიც ვიქნებოდი. აი, როდესაც უკვე ეს 2000 წლები, მანამდე რაღაცა საქველმოქმედო ორგანიზაციები, აი, უფრო სულიერი სოციალური ამბები იყო, მაგრამ სხვების რეპეტიციაზე. და მე უკვე აი სამი სიმღერამ განაპირობა, ზოგადად ის როა, ანუ იმ ხას აგრძელებ რა, რომ შეგიძლია კიდე რომ გააგრძელო, ანუ ის რაც იყო რაღაცა რთული, ძალიან რთული პერიოდი ხო, ცხოვრებისეულად ყველასთვის. ხო და ამიტომ ამ სამა ნაწარმოებად იმას ასე ვთქვათ ინტერპრეტირებულმა ნაწარმოებამ კი მე იქ ახლა სულიკოსთვის ცოცხალია თითქმის არავინ არ დამტოვა მაგრამ საუკეთესო საშუალება იყო რომ მე მტკიცებინა რომ კი ბატონო ეს აუცილებელი სხვებს რო უსმენდი მაშინ ეს რას გაძლევდა აი რო დადიოდი სხვების რეპეტიციაზე და აი მაქინა რა მოქონდა შენთვის არუცე, უბრალოდ არ შემეძლო მე რაღაცა ჟღერადობის გარეშე ყოფნა. უფრო ზუსტად ის არ იყო რომ ზოგჯერ ვიყავი ადგილას, სადაც არც მომწონდა ის მუსიკა შეიძლება, მაგრამ იქ სიცოცხლე იყო და ჟღერდა და ვიღაცები ამ განცდაში, იმიტომ რომ როგორია როდესაც მაგალითად მე როდესაც კონცერტზე დავდივარ და დავდივარ რა თქმა უნდა სხვა მუსიკოსების კონცერტზე მე ზუსტად ხვდები რა ბგერას რა განცდით უკრავს და შეიძლება ისიც გაიგო ამ განცდას რა ისტორია ახლავს და მაგრამ სხვის კონცერტზე როცა მივიდოდი მე საერთოდ მოვიწყდება რომ მუსიკოსი ვარ აი აბსოლუტურად არც კი მახსოვს რომ მუსიკოსი ვარ იმიტომ რომ ვინმე რომ თხოვს რომ ამოდი ეხა და რაღაცა ვერ გავიღვიძებ იმდენად სხვა იმიტომ რომ ეს მე როგორც მუსიკოსი გავიგე რომ ვარ მუსიკოსი ვარ ადამიანი რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის ასეთი ცოცხალი შეხება ნებისმიერ კონცერტებთან ფესტივალებთან და ასე შემდეგ ამიტომ არ მახსოვს საერთოდ რომ მუსიკოსი ვარ ბოლომდე ტყბები
მაგრამ თვითონ განცდებს აგროვებ რა, აი ბგერასთან დამოკიდებულებას, ალბათ მაშინაც ესე იყო, უბრალოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. არ მინდა როგორი რამე გავაკეთე, იცი რომ მართლა ვამბობ, რაღაცეები არის მდგომარეობები, როდესაც მე სახელსაც არ ვარქვევ ჯერ. იმიტომ რომ გაურკვევლობაში ცხოვრება კი არ მიყვარს. გარკვეულ ცხოვრებაში არ მიყვარს ცხოვრება. ხდები? ანუ მირჩევნია რომ უცვალო სახელები მდგომარეობას, წარსულს, იმიტომ რომ არ არსებობს წარსული შენ, მაგალითად დღევანდელი გადმოსწრების პრიზმიდან სხვა ჩანს და ერთი წლის შემდეგ იგივე წარსული სხვანაირი ჩანს. და ამიტომ არ ჩემ ალბომებსაც ფერები მაგიტო ქვია, რომ სახელი კი არ ქვია რაღაცა ხიზირს წვიმაში არაფერი. მინდა რომ ადამიანმა თვითონ იპოვოს რა, ის ფერიც, გზნობაც, ის ფრაზირებაც რო არ არის სტანდარტული და არ არის ისეთი ჯაზური. ამაშიც ეს ხასიათია, რომ თვითონ იპოვოს რა, მეც ვიპოვე და თვითონიც იპოვოს რა. ხო? და ამიტომ არაფერს ამიტომ არ ვარ ისეთ კონკრეტულ სახელებს და მოყოლის დროსაც არ ვარ ესეთი კონკრეტული რომ დავიბადე და შემდეგ იმიტომ რომ დავიბადე და გავიზარდე აგერ 10 წლის უკან კიდე სხვა რამე დავინახე იმიტომ რომ არ მახსოვდა რაღაც დროს ხო ხო და შეიძლება არ იყოს ესეთი კონკრეტულად საინტერესო იმიტომ რომ ყოველთვის გეკითხებიან რომ რაღაცა აი წარსულში ძალიან ბევრი ტკივილი იყო კი მართლა მაგრამ ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო იმიტომ რომ ხო ვამბობთ ჩვენ ვამბობთ რომ ტკივილი და გამოწვევა ერთადერთი გზაა საკუთარ თავთან დიალოგში ერთადერთი გზა არის საკუთარ თავთან დიალოგში და საინტერესოა ხა ვცდილობ რა მართლა ჩავყვე ამას მართლა ეგრეა იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ ლაპარაკები საკუთარ თავს არ საუბრობ იმიტომ რომ რუტინა რაღაცა განვითარება 1000 რამე ხდება შენს ირგვლივ და ვერ უბრუნდები საკუთარ თავს და ძილის წინ კიდე ისეთი დაღლილი ხარ რომ რა ის საკუთარ სიზმრებს გაართვა თავი ხო ამიტომ ყველა გამოწვევა ძალიან ძვირფასია მართლა კი იმ წუთას შეიძლება არ თქვა არ ილაპარაკო ამაზე არის საუბრო მაგრამ ამიტომ არის და შემდეგ როდესაც ჩვენ ამ ტკივილებთან ამ განცდებთან ან გამოწვევებთან რაღაცნაირად შემოქმედებითად გამკლავებას ცდილობ გაკ უკვე გზები შენ როგორ დაეხმარო სხვას იმიტომ რომ შენ როცა შენსას ხედავ შენ ტკივილს ხედავ ასევე შეგიძლია სხვის ტკივილიც დაინახო და მას უკვე იყო შენ მისი არა მრჩეველი არამედ მონაწილე თანაზიერი მისი ტკივილის განკურნების მხარდაჭერის და ასე შემდეგ. სიამოვნებას რო განვიცადო. მოდი ცოტა ხანი ტკივილზე აბსოლუტურად არ მაქვს პროტესტი. იმიტომ რომ გასაგებია რომ ტკივილს მიყავ ხარ შიგნით. მან შეიძლება პირიქით ძალიან მიყავდე გარეთ და იძებდე დამნაშავეებს შენ ტკივილში გარეთ. ეგეც არჩევანი მგონი. და შიგნით ხარა ცალსახად იმიტომ რომ გარეთ რო გადიხარ უძლურებას და შეიძლება ქარიშხალი დაგხვდეს და ვერც მიაკვლიო ვისაც ეძება ასე რომ ჯობია შიგნით ეძება მაგაში აბსოლუტურად მოყვები მაგრამ მაგისთვის არ ვხდი მეორე ასპექტისთვის ვახსენე რომ კიდეც ტკბობას თუ სიამოვნებას მიუხედავად იმისა რომ მე წმინდა მათემატიკური ალბათობით უყურებ ემოციებს ანუ ემოციაში 7 საბაზისო ემოციაში ხო არის 5 რთული ემოცია და 2 სასიამოვნო მე რთულს და სასიამოვნოს არც კარგს და სულს დეფინიციას არასოდეს არ ვაძლევ ემოციებს ანუ წმინდა მათემატიკური პრაგმატული ტვინით რო უყურებ ფიქრობ რომ რომელს აქვს მეტი ალბათობა 2/5-ს თუ 2/7-ს თუ 5/7-ს ანუ გასაგებია რომ მათემატიკურად ლაგდება რომ გაცილებით მეტი შანსია რომ განვიცადო მძიმე ემოცია ცხოვრებაში. თუმცა ტკბობა, სიამოვნება, სიხარული, ამას ხო თითქოს საკუთარ თავთან შეკავშირება ჭირდება. აბა სად განვიცდი ამ ემოციას? აქ ხო არ განვიცდი. აბსოლუტურად. ისე ვაქარი, ხო? ხო, რაღაცნაირად, მაგრამ მიჩნდება კითხვა. ტკბობაში და სიამოვნებაში და რაღაცაში მაქედან არ იბადება, მაინდა-მაინც ტკივილი და პრობლემა მჭირდება, რომ დაიბადოს? ანუ აი თითქოს აი ამ ემოციებმა შეიძლება ბადონ? როგორც ტკივილს ჭირდება გაძლება, ასევე სიხარულს ჭირდება გაძლება. გაძლება.
მართლა. იმიტომ რომ დამანდარი შიში ვაიმე სიხარული დამთავრდება. ბევრს აქვს ეგ შიში. კი, მაგრამ ეს საბჭოური ამბავია, არ ქონდა ჩვენ ბედნიერების უფლება და ნუ იცინი ხა ბევრს მე იტირი. პროგრამები მახსენდება საბჭოთა ხა. წამომივიდა ის ძველი პროგრამა. კი, ზუსტად ეგ არის. მაშინ არავინ არ ხარ, სილამაზე არ აღიქმება, ერთიანობა არ აღიქმება და არ აღიარებულია და ამიტომ სიხარულს ჭირდება გაძლება, მაგრამ ჩემთვის, ჩვენ საკუთარ თავზე ვლაპარაკობ. აჭარულად, ჩემზე. ხომ არც ერთი გზნობა, არც ერთი ემოცია ზუსტად ამიტომ ვამბობდი, რომ მაგალითად ყვავილების ქვეყანას ჩვენ გვაქვს ასეთი ძალიან ლამაზი ინტერპრეტაცია ამ სიმღერის ძალიან ლამაზია და ძალიან სევდიანია სინამდვილეში, რომ არ არის ისეთი საკეიფოთ გაკეთებული, ძალიან ლამაზია. შევეცდები რომ მოგესმენო, მაგრამ იგივე სიმღერა, რომელსაც მე ვიმღერებ დღეს თბილისში და ყველას ექნება საოცარი ემოცია. მე მიჩნდება სხვა გამოცდა, როდესაც ამას მე უკრაინაში ვმღერ, იმიტომ რომ გზად როცა მიდიხარ, მილიონობით ახალგაზრდა საფლავზე არის ბევრი ყვავილი. და საერთოდ სხვა ისტორიას მღერი. სხვა რამეს გიჩვენ შიგნით. რატო გავაკეთე ეს ძალიან რთული პარალელი, იმიტომ რომ ის რაც შენთვის სევდა იყო და ტკივილია. გადაჭრილი ტკივილი და უკვე გააზრებული სიხარული. ანუ ეს არ არის ზუსტად ეგ არის რა, რომ ის რომ შენ ის რაღაც სირთულე გუშინ გადაჭერი, დღეს შვებით ამოისუნთქე და ჯერ გაგიხარდა რომ შეძელი, მე გაგიხარდა რომ უკვე გადაჭრილია პრობლემა. ასე ამიტომ ხო არ არის უკეთესი რომ გქონდეს ცოდნა დამოკიდებულებებში და შემდეგ შენ თვითონ აირჩიო რა არის, იმიტომ რომ მე რომ მოვდიოდი აქ, მე სიხარულით მოვდიოდი, ხო? იმიტომ რომ მაშინებდა რას ვისაუბრებდი, იმიტომ რომ ჩემი საუკეთესო მხარე არ არის, ვერ საუბრობს ვერავინ მუსიკაზე, ისე რომ თქვას ისე რასაც თვითონ განიცდის მუსიკაში, თუ ნებისმიერ ხელოვნებაში, მაგრამ მე მინდოდა შენთან მოსვლა, ხო? სიხარულის განცდა მე ამდენი ხანი გამყვა, რომ მე აქ ვარ და სიხარული და ბედნიერებით ვსაუბრობ. იმის თქვა მინდა, რომ თვალი გაახილე და ეს არის უკვე მიზეზი სიხარულის რაღაცა იმისთვის რომ ცუდი განწყობა არ ქონდეს, თუ მინიმუმ შენ არ ხარ ცუდ ხასიათზე, აი რო იწხორია ხოლმე რო იგუძებენ ცუდ ხასიათზე რო იგუძებენ ეგრევე, აი სუსტად მანდარი ძაღლის დავით ამარხული რომ სიცოცხლე არის წყარო სიხარულის. დედიკოს ჩახუტება არის წყაროს სიხარულის, შვილიკოს, მეგობრების, რაღაცა პრობლემის გადაჭრის, არ ვიცი, ქორწილის, დაბადების დღის მილოცვის, აი ყველაფერი, რაც მოძრაობაშია, სიხარული და სიყვარული თუ იწყება, ყველაფერი სიხარული. და ახლა არ იყიდება, მაშინ გაიყიდებოდა, ხო? 7 ლარი ღირს 200 გრამი სიხარული, თუ ეს გამოწერით არის, ხო? ხდები, აი ძალიან უხერხულია კიდე ამაზე ლაპარაკი, დიდი ქოქბიჭები ამაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ, იმიტომ რომ რატომ უნდა გაწყინინო შენ, ან უმიზეზოდ თუ კი მე შემიძლია რომ რაღაც ჩაგეხუტა. ისევ თქვი, აი კუხნაში სასაუბრო. შენ ახსენე რომ კონცერტზე დადიხარ, როგორც მსმენ რომ იყო რომელიმე კონცერტი, რომელი გახსენდება, რომ მას ყველაზე მეტი ზეგავლენა მოხდინეს შენზე, როგორც უბრალოდ მსმენელზე და არა მუსიკოსზე. ბევრი ეგეთი. სტივ ვონდერის კონცერტზე აი როგორ იყო მონტროს ჯაზ ფესტივალზე ქონდა კონცერტი და ბევრი ვიყავით ერთად. და ბოლოს რაღაც მომენტში აღმოჩნდა რომ არავინ ერთად არ დგას. და კონცერტი რომ დამთავრდა, დიდი ხანი სიჩუმე იყო, არავინ არ გაძრეულა, აი მარტო სცენა უკვე არავინ არ იდგა და დარბაზიდან არავინ არ გამოდიოდა. და ვინც გამოვედით, დიდი ხანი ერთმანეთი არ გვიპოვია. ანუ დავრჩით მარტო, აი ხელა ემოცია იყო, რომ ვერ ილაპარაკებდი, ვერ გააზიარებდი. თან რაღაც აი საოცრებები ჩაატარა, რას გულისხმობ, ენერგია, მუსიკალურობა და თვითონ
აი ეს არ ვიცი რაღაცა არ ვიცი პეპლებია თუ ენერგია თუ სხივია თუ არ ვიცი რა კორიდორს აკეთებს იმას რა და აი ეხები ყველაფერს მის შინაგან სამყარო და ისეთი ადამიანურია ამან ადამიანურ მუსიკაში რომ ყველაფერს უფლებას გაძლევს რომ შეეხო ხდები აი და ეს თვითონ არის ეს კი არ არის ცხოდნა კი არა აქ ამისი რომ იცის და გამოვიდა და დაუგრა ნუ თვითონ არის ეგეთი იმიტომ რომ დაიბადა და იცხოვრა და შეეცადა და ტკივილი გახადა მუსიკა აი ყველაფერი ისე გააკეთა რომ სიხარული ყოფილიყო საერთოდ ჯამში მთელი აქტი ამ სიხარულისა და სიყვარულის ფეთვეთენი და ბევრჯერ აქაც ძალიან ბევრი უფრო ისეთი ჯაზის შემსრულებლები ბევრ ფესტივალზე აი ფანტასტიკური იცი ამითხარი და შენთვის აი და ბოდიშვილი და პასუხს რაღაცას რო ვიწყებ ხოლმე კი და მე მიხარია რომ მე მოდის კიდე რაღაც აი არა ის რომ რა უნდა მოგწეს ხა გარდა იმისა რომ იმ ფანტასტიკური გრძნობის ნაწილი რომელიც გინდა რომ დაიმახსო რომ არსად არ გაგექცეს იმიტომ რომ შენ შეძლო რომ გამეორდა ამ არ ჩოლებრივ სინათლეში თან არ დაიწვა თან მზად იქ რომ არ დაგწვას ამ და საოცარი შენ კონცერტზე მინდა ხა კითხო აი კონცერტები შენ ახსენე რომ ანუ კონცერტის კონტექსტში მინდა შევიდე ცოტა კულისებს მიღმა რა შემიყვანა რანაირად ხდება ენერგიული მიმოცვლა პუბლიკასთან აი როგორ ანუ რა არის ეს მედიტაცია ტრანსია კავშირია მიმოცვლა არ ვიცი შეგიძლია შენი გამოცდილება გამიზია რა შევეცდები თუ გამომივა როგორც დავიწყეთ ყველაფრისგან შედგება ერთი რომ ქალაქში ხარ ითვალისწინებ ამ ქალაქის მთლიანი ქალაქის საუნდს რა მუსიკას უსმენენ რა ასე ვთქვათ ავტენტური იცი რა ეხლა მე ხო ბევრი ბოდიში გადასარევი ხმა შემოუშვი წყლის დასხმის არაჩვეულებრივი წყლის ენერგიას ესე კარგი არაფერი არის ყველაფრისგან შედგება სწავლობ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა რა ინსტრუმენტია გამქვეყანას თავისი შენ ამას წინასწარი ხო სანამ ჩახვალ თუ იქ ჩადიხარ თუ ეძებ ანუ იმზადები რა თქმა უნდა და იმის რამდენი სიმია რა ჟღერადობა როგორ მღერიან როგორ ასრულებენ იმის მიხედვით შემდეგ ზუსტად ხვდები რა ვიბრაცია შეიძლება იმიტომ რომ აი მაგალითად სადაც ოკეანეა ან ზღვა ან სადაც დომინირებს წყალი სადაც ბევრი წყალია იქ მეტი სირბილია საჭირო და ნაკლებად აქტიურები არიან დარბაზში იმიტომ რომ აი მოშვებულები არიან და ესე წამოწვევიან ხოლმე დარბაზში და მათ უფრო სხვა ისეთი გაშლილი მელოდიური თუ დარბაზში ხარ რა თქმა უნდა ისეთი კონცერტი უნდა რბილი და ისეთი ტალღოვანი და თუ კლუბში ხარ იგივე ქალაქში უნდა დაანგრიო იქაურობა რომ ცოტა გაცოცხლეს არის დარბაზსაც გააჩნია და მსმენელი აი თუ ქართველი მსმენელი ყავს თუცა არსებობს ხოლმე ისეთი ქალაქები სადაც ქართველი მსმენელი უცხოეთში ქართველი მსმენელი ყავს იქ უკვე იცი შინაგანად რომ ღერი რა ამბავს ყვები კიდე პარალელურად ხო და ეს პირველ რიგში მზაობა ერთმანეთთან შესახვედრად და მე ჩემი ყველაზე საყვარელი ისტორია რომ წარმოიდგინე აი ფილარმონია რო ავიღოთ რა 2251 ადგილია ანუ აბსოლუტურად უცხო ადამიანები ერთმანეთისთვის ერთ დღეს დგებიან
თავში ილამაზებენ, სალონში მიდიან, განსაკუთრებულ კოსტიუმს იცმევენ, ემზადებიან, განწყობა აქვთ წინასწარი და მოდიან და ყველა ერთი ხდება დარბაზში წარმოიდგინე და ეხლა მათ სიყვარულს რა უნდა, ხო? რაცა ზუსტად იცი, რომ აი დარბაზში და თუ ვინმე ერთი ცარიელი ადგილი ნახე, რომ ისიც ტკივა არა, იმიტომ რომ რატო ვერ შეძლო მოსვლა თუ და ეს იმ ხელას იყო მე ვოცულობ ჩემს სვენელზე, რომ კარგად იყვნენ, რომ გქონდეთ მუსიკასთან ურთიერთობის სურვილი, იმიტომ რომ მარტო ჩვენთან მოსვლა არ არის, სხვაებიც უნდა მოისმინონ, რომ განსხვავებები ნახონ, ხო? და სიყვარული, ასე ვთქვათ. სიყვარული. რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს, სურვილი მათ გულებში, მათ სულში ახლოს მისვლის და მზადყოფნა რომ შენ გაგვცოდნა, გაიგო მას რა ჭირდება. ნინდა რა ხდის ამ კონცერტს განსაკუთრებულ შენთვის? აი რა გამახსოვრდება ეს განსაკუთრებულობა რა გახსენება ეგეთი აი რა ხდის მაგას განსაკუთრებულ შენთვის როგორც არტისტისთვის? აი ბევრი რამე, სხვადასხვანაირი რამეები. აი მაგალითად არის ერთი მომენტი, ყოველთვის მომახსოვრდება კონცერტი, სადაც პიანისიმოა განსაკუთრებული. არა ფორტე, არა ხმაური, არამედ ძალიან განსაკუთრებული სიჩუმე, რომ განსაკუთრებით როდესაც ორკესტრია სცენაზე, გუნდია სცენაზე და დიდი სიმფონიური ორკესტრია. კიდე გააჩნია რა რეპერტუარს უკრავს და განცდა, რომელიც შენ ხვდები, რომ აბსოლუტურად პირველი ნოტიდან ბოლო ნოტამდე შენც შეძელი და დარბაზმაც ყველაფერი მიიღო. მაგრამ უტყუარია საზომი, როდესაც თუ რასაც გრძნობს შენ, იგივეს გრძნობს დარბაზი. ანუ ეს საზომი არ იცვლება. ანუ რაც გაიცი ის მიიღეს, ანუ არაფერი არ დაიკარგა გზაში მაგაზე ლაპარაკობ. აბსოლუტურად. ანუ შენ გაიცის ბოლომდე და იმანაც ბოლომდე წაიღო. 10 ჯერ. მახსოვს თინა ტერნერი ამბობდა რომ 3.5 კილოს იკლებდა ერთი კონცერტის დროს. არა, მაგრამ კილოგრამს ნახევარს კილო ნახევარს. ანუ ეს ჩვეულებრივ იმხელა ენერგია მიდის. 2 საათი მღარი შეწუწყვეტ, აი მის გარეშე ანტრაქტის გარეშე. კი. აქ იმაზე ენერგიის დახარჯვაზე არ არის, კონცენტრაციაზე არის. კონცენტრაცია. ლაპარაკი ხო, იმიტომ რომ სცენაზე ხო ცოცხალი ადამიანები არიან და შენ უზუსტესი ნათელს სიხილს უნდა ასხივებდე, რომ ყველა განაწყო ამისთვის, იმიტომ რომ წინ გახარ და ტექნიკურად ისე არის, რომ ზურგით და სოეუბნებდი ხოლმე, ინსაიდს მარტო იმისთვის ეკუთვნის მადლობა, რომ 20 წელი ჩემ ზურგს უყურებდა. წარმოიდგინე, მუსიკაში როგორ და 20 წელი შეიძლება ვერ გავუძლო, ხო და აი ისე უნდა გააკეთო, რომ თან მე ხშირად ტრიალდები ხოლმე დარბაზისკენ ზურგით ჩაოლებრივი ამბავი, იმიტომ რომ ელაპარაკები მუსიკოსთან ახლოს მიდიხარ, განაწყობ ხო, რომ თან გასაგები იყოს და თან ეს იმპროვიზაცია, როგორ არის, აი, ძირითადი თემა იცი, მაგრამ არის ინტრო, ანუ დასაწყისი, არის იმპროვიზაცია, რა იქნება და არის აუტრო, ფინალი არის რა არის. იმიტომ რომ რამდენი ხანი გაგრძელდება. ერთხელ ჩანაწერი გამომიგზავნეს, რომ სიმღერა ხო იყო რაღაცა 5 წუთი და ფინალს ვღეროდი 5 წუთზე მესმის რა გამაგიჟა რა. გახვედი? აი, გავედი და როგორ მოვედი ის გამიკვირდა თორე გასვლა არ გაგიკვირდა და თან თარბილიც უნდა იყოს ძალიან უხეში. აი, ყველაფერი ისგან შედგება ეს კონცერტი. ძალიან მაგარია. ყოფილი კონცერტი. აი, გიჟდები კონცერტი. ვერ ვითფე მეორე მხარე, მე ყოველთვის მედლის ორი მხარე მაინტერესებს. ყოფილა კონცერტი, რომ ამას დაგტანია. კი, რამდენიც. რამდენიც გინდა. მანდ ფაქტორი რა არის? ამ ჯუას რას იწვევს? აი, ძირითადად ხასიათი, შიგნით არ შემდგარი საკონცერტო განწყობა. არ შემდგარი ან ტექნიკური. ძირითადად უფრო ტექნიკური. აი, ჩვენ უკომპრომის, ჩვენ გუფისერები უკომპრომისოდ
არის ტექნიკური რაიდერი, არის ხელშეუხებელი. რასაც წინასწარ უგზავნით ორგანიზატორებს. ან მაყურებელს უხსნით. წინასწარ უგზავნი ორგანიზატორებს დარბაზიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შეიძლება არა მარტო ბექლაინ, არა მარტო სცენაზე რაც უნდა იდგეს ბარაბანი, კომბიკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის გარდა იმასაც კი ვითვლით წინ რა უნდა იყოს, იმიტომ რომ შეიძლება დიდი დარბაზი იყოს და პატარა აპარატურა ქონდეს და შენ სულ რომ დატო სიცოცხლე სცენაზე ვერ გაიგებს მსმენელი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. და კონცერტის განხილვა ჯგუფთან გააქვთ, ანუ რაღაცა შეჯამება, აი რაღაცა ძალიან მაგარი კითხვა, იმიტომ რომ მე არ ვეხები თემას რა, ძირითადად ვცდილობ რომ ჩავინიშნო რა იყო, იმიტომ რომ ყველა კონცერტს ვიწერ ჩემთვის ტელეფონი მიდევს სცენაზე და არა, უსმენ. ყველა კონცერტს აბსოლუტურად ყველა კონცერტს. ეს ახლა უკავშირი გაქვს შენ თავთან, როგორც ეგეთი, აი რას ემსახურება ეს როლს? კი, კონცერტს უსმენ, გატყუებ, კი არ უსმენ, ანუ სხეულის სცენაზე მახსოვდება რა არ მომეწონა. სად არ ვიყავს სრულყოფილად და იმ ნაწარმოებს გადავახევ ხოლმე და ვიმახსოვრებ რა პრობლემა იყო და მე ვცდილობ რომ რაღაცნაირი ენით უთხრა იმ მუსიკოს რომელსაც რომ აი ესე თუ შეგიძლია ასე ხო არ მოგვესინჯა ხო არ ვიცი რა ურთიერთობა არის, როდესაც განსაკუთრებით ასეთი აქტიური სატურნე საკონცერტო ცხოვრები ცხოვრობ. რანაირი ურთიერთობა აქვს არტისტის თავის ჯგუფთან? აი რა შეადარებდი, რა არის ეს, რა ფენომენია, რანაირად აღწერდი? იმიტომ რომ ძალიან დახუნძლული თანა ცხოვრება არის, ხო, ანუ რაღაცა ის. ხო, ურთულესი. თან ყველაზე საყვარელი ისტორია ის რა არის, აი მაგალითად ინსაიტთან ერთად როგორც კი დავიწყე საგასტროლო ცხოვრება, გოჩა, უჩა და დათუჩა. აი პირველივე დღიდან ვინც რა ადგილი ქონდა ტრანსპორტში. თვითმფრინავში ჩვენ ვერ ურჩევთ ხშირად მაგას და აი ამაში მატარებელში, ვაგონებში, ხო? აი ზუსტად იმ თანმიმდევრობით მიდიოდა უწყვეტი 15-20 წელი, ესე რომ ვთქვით, ხო? რთული. გეტყვით რატო? იმიტომ რომ დასაწყისში, როდესაც ვიწყებდით იმას თუ როგორი ურთიერთობა უნდა ქონდეს, ეს უნდა ისწავლებოდეს. ეს არის, იმიტომ რომ არ არის ეს მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული, ეს არის ემოციის სწორი მართვის ცოდნა. მე თვითონ ამ ინსტიტუციის, ანუ თქვათ, მენეჯმენტი, რომ ეს ძალიან რთული და ძვირად ღირებული პროფესია. ამიტომ უნდა ყავდეს ტურის მენეჯერი ცალკე, ადმინისტრატორი ცალკე, ასე ვთქვათ, პირადი პარტნიორი, ადმინისტრატორი ცალკე, ასისტენტი, პირადი ასისტენტი, რომელიც გიგორებს და ძირითადი ემოცია, რაც საქმეში უნდა, ანუ რაც მუსიკის გარდა სხვა, ასე ვთქვათ, დროს და ენერგიას ითხოვს, იმას რომ გაცილებენ, არანაირი კონფლიქტი არ გაქვს მუსიკოსებთან. და როგორც კი ამ ტურის მენეჯერი ხარ, დირექტორი ხარ. და ასე უკვე კონფლიქტია. დასაწყისში მე არ მქონდა არც ამის ცოდნა და დარწმუნებული ვარ, დავტანჯე ჩემი მუსიკოსები, იმიტომ რომ კონცერტის წინ რომ არ ვიცოდი რა უნდა მეკეთები და სულ რაღაცა კამათში ვიყავი და რა თქმა უნდა კიდე კაი ცოტა დავლაგდი, მაგრამ ესეც გამოცდილება, ძალიან დიდი გამოცდილება და დიდ ენერგიას რო ხარჯავ, მე ვცდილობ რომ ბევრი რამე მაგრამ არ დახარჯოთ ყოველად, მაგრამ ჩემ შემთხვევაში სულ ერთია ყველაფერი, თუ სცენაზე ყველაფერი კარგად. ანუ მუსიკალურად თუ გასვლამდე ვიცი უკვე ეს ყველაფერი, ხო? თუ მუსიკალურად ის რეპერტუარი იკვრება და ისე როგორც და რომ ვიცი როგორ დაიკვრება და აი სულ ერთია ყველაფერი დანარჩენი შემდეგ რა. მე არა აქვს შეიძლება ამას მნიშვნელობაც აქვს, მაგრამ ეხლა ვისთანაც მუშაობ როგორც ჩემი მენეჯერი ნინო არის ზე ადამიანი და მასთან არანაირი აი პრობლემა იქნება იქ, სადაც არ არის ცოდნა. მაგალითად, აგზავნია აპარატურას და იქ ვერ გახვედრებენ. მოდის მუსიკოსი და არის სადაც. ამიტომ მეც და ჩემი ეხლა მუსიკოსებიც, რომლებიც ინსაიტი ამ ეტაპზე უჩა წარმოგიდგენიათ საქართველოში ყავს ბიჭი, უჩა გუგუნავა, რომელიც ინსაიტის წევრია და ბასისტია,
პირველი, ასე ვთქვათ, აკეთებს საოცარ მოტოებს, custom მოტოებს, აი თავი ნულიდან ბოლომდე აწყობს და საქართველოში და აწყობს საოცარ აკეთებს გიტარებს. ეს სოფლიოს რამოდენიმე ადგილას კეთდება, ესე იგი, ეხლა გადაწყვეტა რომ ამ მიმართულებით წასულიყო და გოჩაც მხატვარია და გიტარისტი, ანუ სხვა ბენდი მყავს ეხლა. ეხლა სხვა ბენდი. სხვა მუსიკოსებთან მუშაობ. საოცარ პაპუნა ხონძი, გიგიტო, კაკი, ლევანი, აი ნახოთ რა გამოგვი. დიდი გრაფიკი გვაქვს სად როგორ შევძლებთ იმასაც ნახო და კონფლიქტი არის უფრო გადაღლის კონფლიქტია და ხო პიროვნულ თვისებებზე უფრო დამყარებული მოსაწყენიც არის ეს ყველაფერი იმიტომ რომ როცა იცი რომ რაღაცა ისეთი ხასიათი აქვს ვთქვი რომ არ შეეხო ამ ნაწილი და აი ჩვეულებრივი მოგვარებადი ამბავია მაგრამ თავი არის რომ თუ კი მუსიკა სცენაზე რაც უნდა იკვრებოდეს ის არის იდეალურად ყველას ყველაფრის უფლება სანამ ეგ არის და არის ცოცხალი არის ცოცხალი და ენთუზიაზმი აი თუ არ არის ენთუზიაზმი თუ ყველაფერი იწერება ციფრებში და მხოლოდ ციფრებია მნიშვნელოვანი იქ არაფერი არ არის იქ არ დგება ის ღრუბელი ჩვენ ესე ვამბობთ ხოლმე რომ ღრუბელი უნდა დადგეს რომ თუ გინდა გააწვევ თუ გინდა ქარს გამოიწვევ და მზეს გამოანათებს ანუ მუსიკაში სუმოულოდნელი უნდა იყოს ყველაფერი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ეს პატარა განცხადება მინდა გავაკეთო მსმენელს და მაყურებელს მიმართო მეგობრებო აი ეს საუბარი უნიკალური საუბარი უნიკალურ სტუმართან უნიკალურ თემაზე იმისას რომ მეტმა ადამიანმა ნახოს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ გამოწეროთ არხი. ჩვენ ვხედავთ სტატისტიკაში, რომ 4-ჯერ მეტი ადამიანი უყურებს ჩვენ პოდკასტს, ვიდრე აქვს გამოწერილი. თქვენ თუ გამოიწერთ ამ არხს, სინამდვილეში ხელს შეუწყობთ ჩვენ ალგორითმს, YouTube ალგორითმს იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა ეს საუბარი მოისმინოს და ეს საუბრები არის უნიკალური და არის საჩუქარი სამყაროსთვის და ძალიან მინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უყუროს ამას. ამიტომ მხოლოდ ერთი მარტივი რაღაცა გაქვს დასაკეთებელი. გამოიწერეთ ეგ არხი და მეტი ადამიანი ნახავს ამ და სხვა საინტერესო საუბრებს, რომელსაც ჩვენ გულზდებთ იმაში, რომ იქნებოდა ჩვენ ქვეყანაში. საოცარი სტუმრები ყავთ, მართლა, არაჩვეულებრივი სტუმრები ყავთ. იცი როგორი მომენტი მე მახსოვს, ეხლა მეტაფორას მოვიყვან. ჩვენ კულმინაცია გქონდა, ეხლა ფინალისკენ მივდივართ, ხო? ნახე როგორი წერტილია, მე მახსოვს ჯეიმს ბრაუნმა თბილისში რო არ იმღეროს I feel good გადახდა იმაში ლაგუნაში. და მოკლედ ამოიყვანეს და მასო კანდელაკი გადახდა თუ ვინ გადახდა მაგის ამოსაყვანად ხო ბევრი გადახდა. ბევრი ვინმე გაყვა. არსებობს რეალურად ეს ფენომენი, რომ არტისტს არ უყვარდეს, ან ვერ უყვარდეს, ან აპროტესტებდეს თავის ყველაზე დიდ ჰიტებს, იმიტომ რომ თვლიდეს, რომ მის შემოქმედებაში გაცილებით უკეთესი ნაწარმოებები არსებობს. არა მარტო გაცილებით, იმიტომ რომ ეს ხო სიმღერა ვიბრაცია, ფიზიკური ვიბრაცია და შენ უკვე წარმოგიდგენე ერთი და იგივე რამეს რო აკეთებდე, მთელი ცხოვრების ყოველდღე ერთი და იგივე რამეს აკეთებდე, ამიტომ რა თქმა უნდა. და ყოფილა რომ არ მოგდომებია შენი ჰიტი გემღერა და არ გიმღერია? რა თქმა უნდა. არ ვიცი, მართლა ესეთი გულწრფელი კითხვა არის ჩემს. რა თქმა უნდა. არა, არ მიმღერია და არ მიყვარს არა. ინფორმით არა. თუ კი მაგალითად მაქვს საშუალება რომ ეხლა რომ მაგალითად ბიჭებთან ერთად როდესაც ვარ, ერთხელ პაპუნა მოვლი დაუკრა ისე, რომ მარტო მის სამღერე მიმღერე და დაუმთავრე. ანუ ინტრო დაუკრა ისეთი ლამაზი იყო, რომ ჩავთვალე რომ იქ სიმღერაზე მეტი იქნებოდა. უბრალოდ რომ მიუხტარიყო ადამიანი. იმპროვიზაცია იყო ესე ანუ შეთანხმება იყო. ანუ დასაწყისი რასაც ქვია სიმღერის რა და ეს მე ისე განავითარა რომ მთელი 1-3 სრული დრო მუსიკისთვის რაც ასე ვთქვათ სტანდარტულად ახლოს არის ხო? ისეთი ლამაზი იყო რომ ახლა რატო შემეშალების ხო? უბრალოდ მის სამღერი ისიც იმისთვის ვიმღერე რომ გასაგები იყო რომ ეს მთელი საოცრება ამ სიმღერისთვის იყო დაკრული და შესრულებული. ამიტომ რა თქმა უნდა, ანუ არის კიდე ფიზიკური მდგომარეობა რა, ტურფას რომ ღერი, ტურფას დასაწყისში რომ ღერი, თელ ვერცად კონცერტს ვერ ვიღებ. ის იმხელა ტემპერატურა თუ არა ხარ რომ შენ რაღაცა ვერ იმღერებ. იმიტომ რომ მე გჭირდება 1-2 საათი ხარ გაჭირებული. ეს ვიბრაცია ბობი მაკფერლინის არღერის Don't worry be happy არღერის დიდი ხანია უკვე და არა მარტო
როგორ არის იცი კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ რომ როდესაც აი ეტაპები იყოფა ეტაპები არტისტების შემოქმედებაში როგორც კლასიკურ მუსიკაში ისევე თანამედროვე მუსიკაში და როდესაც შენ მართლა რაღაცა სიახლის ძიებაში ხარ კიდევ ამავე რეპერტუარში შენ არსებული მუსიკა რომელიც უკვე დიდი ხანია დაუკარი სხვა ემოცია გინდა რომ გათავისუფლდე ამისგან ცოტა ხანი არ გახსოვდეს ეს იმისთვის რომ რაღაცა მართლა სიახლის შესთავაზო როგორც კი ამას მოიტანა აქ შენ და ჩასვა შენ შეგვიძლია რაღაცა ახლოს რაღაცა ახალი გააკეთო ახალი ჟღერადობით ახალი ფორმით კი ბატონო და ბისე კი ბატონო მაგრამ არა ძირითადად იმიტომ რომ ეს შენ ხომ მთხრობელი ხარ ერთგვარი და წარმოიდგინე რაღაცა წიგნი დაწერე და ამ წიგნში არსებულ ისტორიას ყვები და უცებ წინა წიგნი რაც ქონდა დაწერილი 1-7 აბზაცი უნდა წაიკითხო გაუგებარი ანუ კონცეპტუალურად ჟღერადობაც განსხვავდება როდესაც რაღაც სიახლის რაც რა ეტაპზეც ეხლაც ვარ იმიტომ რომ ამ 2019 წლიდან ომის და უკრაინაში ომის შემდეგ ძალიან ისეთი საკმაოდ დიდი პაუზა იყო და ეს პაუზა იყო არაჩვეულებრივი ჩემთვის იმისთვის რომ ჩემში რაღაცა კი არ დამესრულებინა ან დამეპაუზებინა გადასვლა გამეკეთებინა რაღაცა ახალ ემოციაზე რაც მქონდა რომ ასევე გულწრფელი ყოფილიყავი ვიყო იმას რასაც ვაკეთებ არ ვიცი კარგი იქნება ცუდი იქნება მაგრამ მინდა რომ ცანდო ხო ამის უფლება მოიპოვე რომ მინდა რომ ცანდო რაღაც სიახლე ამაში ვერ შემოვიყვანი იმას ვერანაირად კი დაუკრავ მაგრამ სხვანაირად დაუკრავ ანუ უკვე რომ სხვა განსხვავებული ახლებური ჟღერადობა ექნება სხვა მუსიკოსების შესრულებით იმ ნაწარმოებს რასაც უკრავთ ახლა ჩვენ და ვცდილობთ რომ იყოს საინტერესო უნდა იყოს თავისი ატმოსფერო გქონდეს ჩვენ ავირჩიოთ დაუკრათ თუ არა კითხვა მაქვს ვერ ვითფენ იმიტომ ძალიან არტისტი და მუსიკოსის ბევრ სხვა როლში შენ დედაც ხარ მეუღლეც ხარ მეგობარიც ხარ ხო ანუ სხვა როლებიც არის აი ამ აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობის დროს როგორი ჭირდი ამ ბალანს აი ამ გიჟური ცხოვრება ეს ხო გიჟური ცხოვრება 80 სოლო კონცერტი წელიწადში ამას მიამატე ამ 80 კონცერტზე ხო მოგზაურობები არის საჭირო გადაფრენებია საჭირო აი რანაირად არ მქონდა ბალანსი მუსიკა ითხოვს ყველას და ყველაფერს მე ჩემი შვილთან ერთად ვიმგზავრე პირველად როდესაც იყო 7 წლის არ ვიცნობდი და დღემდე გვაქვს ჩვენ გრძნობ იმ რაღაც პატარა ლიფტებს აი პატარა სიცარიელეს რომელიც ანუ წარმოიდგინე პირველი 1 წლის რო გახდა სცენაზე ვიდექი და მთელი კონცერტი ვტიროდი იმიტომ რომ ვერ ვნახე როგორ გაიარა ხო ტურში ვიყავ ვერ ვნახე რომ პირველი ნაბიჯი როგორ გააკეთა პირველად როგორ იტირა როდის იტირა პირველად რაღაც რო ეწყინა და იტირა აი ეწყინა ვინც დიდა ბავშვი ძიძა ამხსდელის ძიდა და მამა იყო მასთან ხო და ვერ რთული ოჯახი რთული ყველაფერი რთული არა რთული კონფლიქტური კონდა ნამუსის ქეშნა მაგ თემასთან დაკავშირებით რა თქმა იმდენად როგორ ხდება ეს რა არ ვიცი რამდენად ჩვენს არჩეულებრივ ემიგრანტებს საყვარელ ემიგრანტებმა იციან ეს გრძნობა დარწმუნებული იმდენი ხანი მენატრებოდა ჩემი შვილი ისე მენატრებოდა რომ სადღაც რომ მე მასთან ერთად რომ დავიყვეთ ბიძებს რომ გავუშვით და მარტო რომ ვიყავ მასთან ერთად ხო სადღაც 4 წელი კიდე მქონდა ანუ გიყვარს გენატრებოდა მე გული ქვასავით გიხდება ანუ ვერ ახებ ვერანაირ გრძნობას რა ანუ მონატრებამ ისეთი გადაიწვა ეს გრძნობა ანუ აღარაფერი გრძნობა ცოცხალი აღარ ქონდა იმიტომ რომ აი პირდაპირ რაღაცა აი არ ვიცი სიცარიელე სიცივე შეიძლება არაფერი არ გივსებს ამ მონატრებას ამ შეხებას გინდა და არაფერი არ გივსებს არ არსებობს ამის ჩანაცვლება არ არსებობს ჩანაცვლება არაფერი არ და ამ დროს მუსიკა ანუ ის უმაღლესი თქვა მსახურება და ამ დროს ესეთი ძვირფასია და აი თითქოს აი რთული რაღაცა გიდევს სასწორზე ხო განცდის დონეზე
აუტანილი ხთები ერთი კვირის შემდეგ როგორც კი სახლში ვარ ხოლმე და მე თანახმა შემადგენლობა რომ იმიტომ რომ იმ ხელა ეს ენერგია სადღაც ხომ და სადღაც ანუ შენი აქტიური ცხოვრება იმ ხელა ენერგეტიკულ მიმოცვლას ქმნის მე მოგზაური კი მოგზაური ისიც კი შემონებას ძალიან რთულია როცა საჭესთან მზივარ და მივიდივარ ბათუმში ხოლმე ძალიან მიყვარს ეს გზა იმიტომ რომ ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირია ულამაზესია ხო რაღაცა არის ადგილები განსაკუთრებით შობლებთან როცა მიდიხარ და სოესა ვარ ხოლმე რომ მისიონია გვერდით ვიყო მოგზაური ვარ ყველა გზა მიყვარს ყველა ფერი მიყვარს მიუხედავად იმისა რომ დისკომფორტი მაქვს თვითმფრინავით მოგზაურობაში რომ რაჩენა ფრენიკა ხენდე ეგრე რა კი არა მაგრამ როგორც კი 3 დღის შემდეგ თვითმფრინავის ხმას გავიგონებ რაღაცნაირად მზადყოფნაში იქნებოდი სადარჩები თვითმფრინავი კი მოგზაური და პარტნიორთან შვილთან გავიგე და პარტნიორთან ხო სირთულეები კი მაგრამ პირადი იცი რა მითხარი ქონია სცენაზე აი აბსოლუტურად აი ფლოუში პატოკი როგორ არის ქართულად დინება ხო არ ვიცი როგორ დავარქვა ფლოუში იმდენად შესაძლოა საერთოდ არ გიგზნია სათხარ როგორ ხარ და რა დროს თუ ეგ არ გაგ და თუ ყველას ახსოვს რაღაცვია კონცერტზე მაშინ არ ყოფი არ არსებობს ეგ არის ყველაზე მთავარი თან მე ფხიზელი ვარ ანუ ფხიზელი ვარ ისტერიულად არ მიყვარს რამე რომ აკონტროლებს არც სასმელი კი სასმელიც კი რაღაც არ მიყვარს და ეს სიფხიზლე ისეთი ის არის ხო აი რაღაცა უცებ აი ვარსკვლავის აფეთქებასავით არის რა და იწყება რაღაც საოცრება და აი თუ შენ თავ დავიწყებას არ მიეცი ეს იდეალურია და ყველაზე ლამაზია როდესაც შენ მე ბუნება ჩანს მაშინ როდესაც შენ ამ თავდავიწყებიდან ბრუნდები რეალურ სამყაროში იმიტომ რომ ნაწარმოები უნდა დასრულდეს და ისე უნდა დაასრულო რომ ნამდვილად დასრულდეს რომ მეორე სულ სხვა განსხვავებული რამე დაიწყო და იქაც კიდე სხვა თავდავიწყებაში წახვიდი ანუ კულმინაციები არ უნდა მეორდებოდეს პიანისიმოები არ უნდა მეორდებოდეს და ანუ რამდენნაირი ამბავს უნდა იცნობდეს სამყაროში იმისთვის რომ შენი ნახატი ფერადი უნდა იყოს ძალიან საინტერესო რაღაც ახსენე შენ რომ მაგალითად ზოგი სიმღერა შექმნა 20 წლის წინ იმ მდგომარეობაში რაც იყავი 20 წლის წინ ხო და დღეს რეალურად აი იმისთვის 20 წლის წინ დაწერილმა სიმღერა დღევანდელი ჟღერადობა შეიძინოს აი დღეს რო გახდეს აქტუალური შენთვის აი ამისთვის რა არის საჭირო აი თითქოს იქ დაბადებულია არ დაგავიწყდეს რა იყო 20 წლის დასაკში აი შვილიც ზუსტად 36 წელს გაჩნდა ნიკოლოზი და როდესაც მეგონა რომ რაღაც ყველა ისეთ ემოციას რაც მუსიკისში ძალიან მნიშვნელოვანია ღვთოვანება, ბედნიერება, უცრფელობა, რომ მეგონა რომ ყველაფერი ფორმაში მქონდა, თურმე სად ვარ. ანუ თავიდან თან პატარას ხო ვერ ატყუა. ვერ საკუთარ თავს ვერ ატყუებ, მაგრამ ზოგჯერ მოსულა საკუთარი თავის მოტყუება თუ ამას ხშირად არ ვაკეთებ. და თავიდან ბოლომდე დაბადა თავიდან ყველა ის ემოცია რაც ადამიანის აი მისი ასე ვთქვათ სხეულის მოქმედებისთვის თუ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი არის განაც შედგება ეს ხერხემალი სულიერება იმისთვის საჭირო სულ თავიდან დაიბადა შულთან ერთად ამიტომ ძალიან ვფრთხილდები ანუ ეს ორი დაბადება ჩემთვის ძალიან ისეთი იყო მნიშვნელოვანი თან ყოველ დღე კიდევ 15 წლის ასაკი 14 წლის 17 წლის ასაკი და სულ
პარალელებია, სულ რაღაცა ისეთია სხვანაირ ძალისხმევას არ მისთვის და მისი ასაკის ბავშვებისთვისაც გასაგები რომ იყოს ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ რომ ძალიან თანასწორი ვიყო ამავდროულად მეგობარი ვიყო ჩემი შვილის მშობელიც ასე ვთქვათ რა მითხარი აი დღეს უკვე ნელა მოვედი და ეხა აი როდესაც არის ეხა აღარ არის ეგეთი აქტიური მოდი ესე ვთქვათ საკონცერტო ცხოვრება მიუხედავად იმისა რომ შენ გაქვს კონცერტები და დიხარ ძალიან დიდი ბაზარზე შეგნებულად თქვი უარი ნუ ყველაფერს დავარქვა თავის სახელი ხო ამავე დროს ძალიან ხშირად ჩადიხარ უკრაინაში და მანდატარებ კონცერტებს ევროპაში დადიხარ და უკვე აი რაღაცნაირი სახეცვლილი რაღაცნაირი სხვანაირი ცხოვრება არის ხო დღეს რას ხედავ მომავალში რა გინდა რომ შექმნას პირველ რიგში არ ვიცი რა შეიქმნება მაგრამ ვიცი რომ არ მინდა რომ დავკარგო რა არის ეს გამბედაობა არ მინდა რომ დავკარგო დარწმენ რომ ბრძოლა დასვლა არის ერთადერთი გზა რომ ეს ჩემ თან ვაღიარო რომ ცოცხალებ და მაქვს უფლება გაგრძელების ეს არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ რომ დაიწყო ფიქრი ზუსტად შეფასების ნაწილში იმიტომ წარსული შეფასების ნაწილში ზუსტად იმიტომ ვიცახი რომ შეფასებაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეფასო ის რაც შენ მოგცემს უტყუარ ასე ვთქვათ ძალას აი უტყუარ ძალას მოგცემს იმისთვის რომ კიდე გაბედო და წახვიდე იმიტომ რომ სადაც ჩვენ დავდივართ ჯერთი ბიჭები საოცარი ბიჭები სადაც ჩვენ მივდივართ ახლა რა გარემოში წიგ კონცერტები იკვრება როგორი ადამიანები როგორ მოდიან შენს კონცერტებზე საერთოდ რა ისტორია ირგვლივ ხო ამის ანალიზი რო დაიწყო შანსი არ არის რომ მეორეჯერ გაბედო და წახვიდე იმიტომ რომ საღამოს თავშესაფარში ხარ დილას კონცერტზე ხარ ჩვენ ხარკოვშიც კი ვიყავით როგორ იყო იცი რომ ხარკოვის ცენტრიდან 12 კილომეტრში დგას ტანკი რუსის და ზუსტად სანამ კონცერტს დაამთავრებ თუ თვითონ შემოვიდა ქალაქში შენ დარბაზთან დგას მაგრამ ამას არ ანუ სხვა ნიშნულობები შეფასებას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მაშინ თუ კი შენ სწორ მნიშვნელობას აი საზღვარს დასვა ამ რაღაცა დროშა თუ რაც არის განსაზღვრელი ამ საზღვრის ამ რეალობაში სხვა შემთხვევაში რაღაცა ფილოსოფია აქ არაფერს არ მოგცეს მხოლოდ გამბედაობა იმიტომ რომ აი ყოველი შემდეგი წუთი არის შენი საჩუქარი ყოველი შემდეგი წუთი იქ არის შენი საჩუქარი აი წარმოუდგენელი ტკივილია წარმოგიდგენიათ რომ და ხატავდნენ მხოლოდ მამის პორტრეტებს და ყველა ფოტოებს რასაც ყველა ნახატებს რასაც ისინი ხატავდნენ უგზავნიდნენ მამას და ხატავდნენ ტანკებს ხატავდნენ იარაღებს და ისეთი განცდა იყო რომ ასეთი ამ ომში იყვნენ ჩაბმულები ყველაზე რთული და მტკივნეული არის რომ ნერვიულობის ნიადაგზე პატარა ბავშვებს კბილები უფუჭდებათ და არიან საოპერაციო ეს იყო ერთგვარი ასე ვთქვათ მხარდაჭერა რომ ადვილად ეპოვნათ ვინმე თავისი მეგობარი აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში океан морозный перемога Охай. თავისუფლება, სიყვარული, ბრძოლა თავისუფლებისთვის და სიყვარულისთვის. Щоб було все добре, та щоб вони були щасливі. Слава Україні! Дідеба Україна! Слава Грузії! Дідеба საქართველოს! და ამისთვის მაგრამ ვერ წარმოგიდგენიათ. რამ ხელა მადლიერების გრძნობა აქვს, აი რაში იზომება ეს მადლიერების, რასი დიდით იზომება, მე არ ვიცი, მაგრამ რამ ხელა მათი მადლიერების
გრძნობა ყველაფრის მიმართ. თანამდგომības ვინც უცხადებს, ადამიანები ვინც მათ გვერდით არიან, ჯარისკაცები, აი როგორ უვლიან, როგორ რომობენ. ეს ამის შეფასების უნარი არ მგონია რა ბევრს მე არა. მე ერთადერთი ვიცი რომ უნდა გავბედა და უნდა არც გმირობის ფასად, გულსფელად გეტყვი. არა იმიტომ რომ რაღაც ჩუმად ჩემთვის, ფონდი ჩუმად ჩემთვის რაღაცა, იმიტომ რომ მე ეს მჭირდება. იმიტომ რომ მე მოვიპოვო უფლება დედამიწაზე მისამართის, ცხოვრების და მქონდეს უფლება იმ ადამიანებთან სიმღერის, მუსიკის გაზიარების, რომელთაც ზუსტად იციან რა არის თავისუფლება. ამისთვის ამაში ძალიან დიდ ფასი ხდი. იცი მითხარი, შენი აზრით ეხა შეიძლება რომ ამ თემას არ შევეხო, ყველას ვეკითხები და ბუნებრივია შენს გითხავ. რომ დიდი ხანი ვლაპარაკობ ცაცო. ხო, იცი რა მითხარი, როგორ ხედავ, რას იზავს ხელოვნური ინტელექტი მუსიკაში? როგორ ხედავ ეს? ბევრ გარგრამეს. იმიტომ რომ მუსიკა გახდა ხელოვნური. ძალიან ხელოვნური. აი ელექტრონული მუსიკა შემოვიდა, ძალიან საინტერესოა. კი, მართავ იმას პროცესში, მაგ საუნდები შემოვიდა, იმიტომ რომ ხო, აი ბევრი რამე შეიცვალა. თვითონ სიმღერაც ხელოვნური შოუ გახდა და ნამდვილი და გამოიკვეთება ნამდვილი. განვითარება ყოველთვის საშიშია. მაგრამ თუ კი გამოიკვეთება, რაც არის კარგი, რაც არის ნამდვილი, რაც არის მნიშვნელოვანი, რატომაც არა, ხო? მე არ მაშინებს. თუნდაც ჩამყლაპოს სხვა რამეს მოვიგონებ. არა, პანდემიის დროს პურს ვაცხობდი, ისეთ ბედნიერი ვიყავი, ზუსტად იგივენაირი განცდა მქონდა, რაც კონცერტის დროს. შეხო გახსოვს, რომ მე შენ პურზე ვარ რიგში ჩაწერილი. ხო, ასე რომ არც აი მართლა ვიცი, რა საყვარულობაა, წარმოვიდგინე, რომ აი რო გეშინია ხელოვნური ინტელექტი მოვა და რაღაცას არ და დიდი ფობია. კი, არის ხო, იყო, მაგრამ ფობია არა. ფობია. რატომაც არა, დაალდა რაღაცა რა ვიცი, მიწას დაუბრუნდება ადამიანები. ხელოვნური ინტელექტი ხო ვერ მოიყვანს პომიდორს. დაალდა მოიყვანოს პომიდორი. ადამიანები. აბა სინჯოს, ამოიყვანოს პომიდორი. მოიყვანოს თუ ამ გაზარდოს, დარგოს, კატოს. ამხელა ცოდნა ჭირდება. მე აივანზე ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს და არასდროს არ გამოდის, მაგრამ არ უყური ფარხმალს და მაინც ყოველ წელს რაღაცას ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ პროცესია. ახალია, შეგრძნება, იგირდები, როცა პატარა მართლს ჩაგდებ და რაღაცა რო იზრდება, აი ნაყოფს თან პომიდორები ჩითილი გავაკეთე და არ ვიცოდი როგორი პომიდორი იყო, რაღაც სადღაც დაყედი, ახლა შეგვიძლია რომ ქართული არის. ქართული პომიდორების საქვია თესლები და გაიზარდა ძალიან დიდი გაიზარდა. მთელი ზაფხული სახლიდან ვერ წავედი, ურწყავდი იმას და სულ 4 წელი პომიდორი ქონდა, მაგრამ ისეთი გემრიელი იყო, ანუ ის პროცესი რომ შენ დაინახე, გაზარდე, გამოიყვანე, მოუარე, ძალიან ძვირფასია რა. კი. ყველაფერი რასაც აკეთებ. ხელოვნური ინტელექტი თუ დაგვეხმარება ამაში. ძალიან მინდა ვისწავლო ესე რა ქვია, არანჟირებები. სიმფონიური ორკესტრისთვის რაღაცების დაწერა, მინდა მოვსინჯო რაღაცა. მაინტერესებს თუ მასწავლის სიამოვნებით ვიღებ. კი, შეიძლება ძალიან საინტერესო კოლაბორაცია გამოვიდეს ამ შორის. როგორი ადამიანებთან მისჩენი ერთად. ცალსახად. როგორი იყო შენთვის ეს მოგზაურობა, ეს პოდკასტური მოგზაურობა? საინტერესო. იმიტომ რა, საინტერესო. ძალიან კარგი, არ ვიცი, აი ისიც არ მახსოვს რა ვლაპარაკე, ვიცი რა ბევრი ვილაპარაკე. საცხოვრებ. ხო, 2 საათამდე ვსაუბრობ. იმიტომ რომ 2 საათი კონცერტზეც ბევრია. არსებობს ესეთი, ასე ვთქვათ, მოზუმილი პირველი განყოფილებამდე იყოს 45 წუთი. და მეორე განყოფილება 40 სულ საათნახევარი იყოს ადამიანს შეუძლია საათნახევარი, თუ მაგარი კონცერტია 2 საათის გაუწელს. ხო და ინგლისში ხო გამოითვალეს, ხო იცი რომ კვირაში 7 ჯერ თუ წაიყვან მეუღლეს საათი და 20 წუთის მეც და ჯერ საყიდლებზე ოჯახები ინგრევა. რა ვიცოდი მაგლების შესახებ.
გამოთვალეს ქმარი რამდენი ხანი არ უნდა წაიყვანო, რამდენჯერ შეგიძლია წაიყვანო და რამდენი ხნით რომ ოჯახი არ დაგენკრეს, ამიტომ ბევრია 2 საათი. ნინიკა, მინდა შემოგთავაზო, ჩვენ გვაქვს ტრადიცია და ასე დავასრულოთ ჩვენი პოდკასტი. მადლობა. გენაც. ვისაუბრე. მადლობა. და მინდა რომ აქ არის 100 აღარ არის, იმიტომ რომ 40 სიტყვა უკვე სტუმრებმა ამოიღეს. მე მომბეგეთ რაღაცასო თუ ამ 100 სიტყვაზე შევთანხმდებით ადამიანები. კი. არც ომი, არც კონფლიქტი და არაფერი არ იარსებებს, იმიტომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი არის ეს სიტყვები, რაც არის აქ. და გთავაზობ, რომ სამყარომ თვითონ ამოგაღებინოს ამ სიტყვას გიდ. ცნობიერად ყოფნა. როგორ გესმინება იმდენი ლაპარაკი შენ ფლოუზე და იმაზე რომ რა არის შენთვის ცნობიერად ყოფნა? პასუხისმგებლობის აღება. საერთოდ ადამიანებთან საერთაშორისო ცხოვრობ პასუხისმგებლობის აღება, გააზრება და ქმედება. რადგან ხო არსებობს ურთიერთობები, მარტო ურთიერთობები, ამ ურთიერთობებში არსებობს პასუხისმგებლობიც, ხო? სტუმარს იღები იმ დროს, როცა შენთვის მისაღებია, მაგრამ როდესაც შენ ამ სტუმარს მიიღებ, შენ უკვე პასუხისმგებელი ხარ მის კომფორტზე, საუბრის თემაზე, განწყობაზე და ასე შემდეგ. და ცხოვრება იმ გარემოში სულ 24 საათიან ჩართოს ითხოვს ამ ურთიერთობებში, განსაკუთრებით არტისტისთვის, გარდა ერთია, რომ შენ პასუხისმგებელი ხარ, როგორც ამ სოციუმის ნაწილი და ერთეული თუნდაც, ხო? გარდა ამისა, არტისტისთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება. აი, აბსოლუტურად ყველაფერი. რომ შენ ყოველთვის გქონდეს მზად მოსაყოლი ისტორია. არიცი, როდის მოგიწევს შეერთება ამ ჟღერადობების სამყაროში და ვინ ხარ, რა როლი გაკისრია, ხარ მაშინ, როდესაც ხარ ცნობიერებაში. მადლობა. მადლობა შენ გულწრფელი მადლიერება შენ იმ ენერგიისთვის, რაც 3 საათში ჩემთან ერთად შექმენი. ჩემთვის ძალიან საინტერესო მოგზაურობა იყო შენ სამყაროში და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელმაც იმოგზაურა ჩვენთან ერთად. მადლობა მინდა გადაუხადო იმისათვის, რომ ეს ყველა ძვირფას თავის დრო, ენერგია, ყურადღება დაგვითმა ჩვენ. მადლობა შენ ამ გაზიარებებისთვის. მადლობა გუნდს იმისთვის, რომ წერს მსახურება და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს. მე ხარ როგორ არის ის რომ კონცერტის შემდეგ ეგრევე როგორც კი აპლოდისმენტები არის, ეგრევე გარბი ვარ ხოლმე, რომ ის რაც მოხდა დაუდგა ცოტა ხნით მარტო. ასე რომ მეც გავიქცევი. დიდი მადლობა. მადლობა დიდი. მადლობა ხალხო. მოდი სურათი გადავიღოთ. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homery.